მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ხუთშაბათია, საღამოს 8-ის ნახევარი და ტრადიციულად საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების პირდაპირ ეთერშია გადაცემა პასუხობს მოძღვარი. მე მისი წამყვანი წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური მღვდელი გურამ გალობლიშვილი გახლავართ. თქვენ შეგიძლიათ დაგვირეკოთ ნომერზე 2301515 და ასევე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების ოფიციალურ Facebook გვერდზე მოგწეროთ თქვენთვის სასურველი და საინტერესო კითხვები და ჩვენი სტუმარი გაგცემთ პასუხს, რომელიც გახლავთ საირმის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი. მოგესალმებით მამა იაკობ, მადლობას მოგასცენეთ მობრძანებისთვის და გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. გილოცავთ თქვენ და ულოცავ ასევე ჩვენს მსმენელს. გაიხარეთ, მეც უერთები მილოცვას ყველა ჩვენს მაყურებელს ულოცავ და არა მარტო მაყურებელს, სრულიად საქართველოს. და თუ შეიძლება აი ზოგადად ამაღლების შესახებ რომ გვესაუბროთ, თუ რასთან არის დაკავშირებული ეს დღესასწაული. რაც შეეხება დღესასწაულს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვმართებს რომ ვისაუბროთ წმინდა წერილის სწავლების თანახმად და შეიძლება ისეთი აქცენტები გავაკეთოთ, რომელიც ყველამ ვიცით, მაგრამ გავითვალისწინოთ მსმენელი და ამის გამო უფრო დავაკონკრეტოთ. დღესასწაულთან დაკავშირებით კონტექსტუალურად უნდა გავიაზროთ ამაღლება და სულთმოფენობა ერთდროულად შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ უფალი როდესაც ამზადებს მოწაფეებს და მოციქულებს მისი ტანჯვისათვის და ამბობს სიტყვებს შემდგომად არამრავალთა დღეთა ძე კაცისა მიეცემის ხელთა ცოდვილთასა, ბუნებრივია მათ ჯერ კიდევ არ ესმით მთელი სისავსით ეს სიტყვები და გარკვეულწილად არც უნდათ ამის მიღება, იმიტომ რომ ძალიან ძნელია მათთვის ეს და ამბობს შემდეგ სიტყვას უკვე თუ მე არა წარვიდე, სხვა იგი ნუ გეშენის მცემელი, არ ამოვიდეს თქვენ და საუბარია სულიწმინდაზე, სულთმოფენობაზე და რა თქმა უნდა სულთმოფენობას წინ უძღვის ამაღლება. ამაღლების დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია იმის წარმოჩენა, რაც სახარებაში უკვე აუწყებია, რომ მოწაფეებს და მოციქულებს ჯერ კიდევ სრულად არ აქვთ გააზრებული ის იდეადე და ის სიღრმე და საიდუმლოება, რომელიც მოციქულებრივ მოღვაწეობას უკავშირდებოდა და რისთვისაც ისინი ასე ვთქვათ, იყვნენ განსწავლულები ქრისტეს მიერ. რა გვაძლევს ამის თქმის საშუალებას და ასეთ კადნიერებას, რომ ჩვენ ეს ვთქვათ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება, რომ რაღაცა ჩვენი ნაზრევი წარმოვაჩინოთ. ამას თავადვე წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, როდესაც აი ეს მონაკვეთი ყველაზე კარგად წარმოჩენილი აქვს თავად ლუკა მახარებელს საქმე მოციქულთა წიგნში. მთაზე ასულ ქრისტეს მოწაფეები ეკითხებიან უკვე თუ კვალად მოაგოა სასუფეველი ისრაელსა და როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი ამ ქვეყნიურ ამბებთან დაკავშირებით აჟღერებენ კითხვას და ეს ამ ქვეყნიური ასე ვთქვათ ამბავი, ჰამბავნი, როგორც ძველ ქართულ თარგმანში წერია, არის დაკონკრეტებული, რომ როდის დაუბრუნდება ისრაელ ერს ძველი ჩვეული დიდება და ძალმოსილება, როდის გადაიგდებს რომის იმპერიის უღელს ქედიდან და ფაქტიურად ეს სიტყვები მარტო პოლიტიკური, ასე ვთქვათ, мотивაციით და ინტერესით არ არის გაჟღერებული, არამედ ამაღლების წინაც გარკვეულწილად დომინირებს მათში აზრი, რომ ქრისტე იქნება ის, ვინც იქნება მხსნელი ხორციელი გაგებით. ამიტომ ქრისტეს ამის გამო ეკითხებიან მას, მათ არ იციან, რომ რამოდენიმე წუთის, ანუ მცირეოდენი შამის შემდეგ მიეფარება თვალთაგან მათთან და ამაღლდება და ღრუბელთაც ისათა შეიწყნარეს იგი, როგორც წმინდა წერილი ამბობს, ძალიან ლამაზად არის სხვა მონაკვეთთან მიმართებაში, მაგრამ წამსი სიტყვებია ძალიან ლამაზი მსგავსა წერილის, ანუ როგორც იყო ნაუწყები და როგორც გვაუწყებს წმინდა წერილი, ანუ ბიბლია და იმდენად დიდია მათი განცვიფრება და საკვირველება, რომ ორ კაც ზედა მოადგეს, ანუ ანგელოზები განუმარტავენ მათ, რომ კაცნო ძმანო რაისას დგათ, ანუ რატომ ხართ აქ დამყოვრებით, ანუ ხანგრძლივად და რა მოლოდინი გაქვთ
ესე იესო რომელი იხილეთ აღმავალი ზეცად მსგავსადვე დაბრუნდება თავისი დიდებით. მაგრამ რა თქმა უნდა ანგელოზების განმარტების კვალობაზეც კი სრული სისავსით იმ დროისათვის მათ ეს არ ესმით ორკაცზე დამოადგეს რატო ამბობს ამ სიტყვებს ლუკა მახარებელი მაშინ როდესაც ანგელოზებზეა საუბარი იმიტომ რომ ეს ორი ანგელოზიც აღქმულია ორ უცხო ადამიანად მათი მხრიდან რომელიც ესაუბრება მათ და ასე ვთქვათ აძლევს დარიგებას ამის შემდეგ ხდება გააზრება იმისა რომ ეს ორი კაცი არის ორი ანგელოზი რომ ეს ორი ანგელოზი საკუთარი ასე ვთქვათ ბუნებიდან გამომდინარე უფლის ნების მაუწყებელს გულისხმობს და თავადმე უფალმა აუწყა მათ ეს და როგორც ასე ვთქვათ ქრისტე ამზადებდა მათ ჯვარცმის წინ და აუწყებდა ამაღლების წინ თუ სხვა რომელიმე დიდი საიდუმლოების წინ თუ გნებავთ აღდგომის წინ აი ასევე მოგვიანებით ხდებოდა გახსენება მათი ჩვენ ვიცით როდესაც ლუკას და კლეოპას თანა ემაოს თანა უვიდოდა ნუ მოგზაურობდა ქრისტე და მოციქულებს განეცხადა აღდგომის შემდეგ ჭამა წინაშე მათსა რომელიც საჭიროებაც მას არ ქონდა თემზისაგან წვილი და თაფლისაგან გოლი რაც მათი ყოველდღიური რაციონი იყო და უქადაგა და აი ამით ხვდებიან ისინი რომ მათ წინაშე არის ქრისტე იმიტომ რომ ამბობენ ბოლოს როდესაც ქრისტე უკვე მათთან აღარ არის ანუ არა გულნი ჩვენი განხურვებულ იყვნესა როდეს იგი გამოგვითარგმანებდა ჩვენ წიგნთან ესე იგი გულის მდგომარეობით რა ემოციური კვალიც ასე ვთქვათ რჩებოდათ მათ ქრისტეს ქადაგების დროს აღდგომამდე სწორედ იგივე ემოციით იცნეს იგი არა პურის განტეხით არა სიტყვის გებით არა ასე ვთქვათ სხვა რაიმე გარეგნული ნიშნით არამედ შინაგანი გულის მდგომარეობით აი ეს არის ძალიან საინტერესო და რაც შეეხება სულთმოფენობას ჩვენ ეს მრწამსის სიტყვები არ ვახსენეთ შემთხვევითად მსგავსად წერილისა იმიტომ რომ იოველს წინასწარმეტყველი გვაუწყებდა წინასწარ ასეთ სიტყვებს მიუფენ იმ დღეს სულისაგან ჩემისა და იწინასწარმეტყველებენ ძენი და ასულნი თქვენი და მოხუცებულნი ხილვა სიხილავენ აი ეს უკავშირდებოდა სულთმოფენობას სხვათა შორის როდესაც დღეს აქცენტი კეთდება გენდერზე, გენდერულ თანასწორობაზე, ჯერ კიდევ იოელ წინასწარმეტყველი როდის ამბობდა ამას, რომ საღვთო მადლი თანაბრად და ასე ვთქვათ განუყოფლად მიემადლება ყველას, განურჩევლად სქესისა და ახალ თქმაში უკვე პავლე მოციქული ამოწმებს, რომ არ არის ურიაება, არცა წარმართება, არცა მამაკაცობა, არცა დედაკაცობა. ანუ ამგვარი განსხვავება და მიჯნა მადლისმიერი თვალსაზრისით, ღმერთთან ურთიერთობის თვალსაზრისით და მამის შვილთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, არ განსხვავდება. და როდესაც ეს მამაშვილობის მაგალითი ვახსენეთ ჩვენ, ესეც უამრავია წმინდა წერილში და უფრო მეტიც ოსე წინასწარმეტყველთან არის ცოლქმრისა და ასე ვთქვათ მეუღლეების ურთიერთობა, ნახსენები და მათი იგაური სახის მეტყველება, რომელიც ასევე პარალელით უკავშირდება ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობას. ჩვენ ვახსენეთ წინასწარმეტყველება, რადგან ჯერ კითხვა არ არის, გავაგრძელებ ამ მიმართულებით. ყველასათვის კი გველოდება, მაგრამ მაშინ დასვას შეკითხვა და როცა პაუზა იქნება, მე გავაგრძელებ. კეთილი. გისმენთ ეთერში ხართ, დასვით კითხვა. ეთერში. დიახ, გისმენთ. შიზოფრენიით თავად დავადებული. დიახ. წამლები დამინიშნა ექიმა. დიახ. უნდა მივიღო თუ არა? უნდა მიიღოთ აუცილებლად. მადლობა ზარისთვის. გავაგრძელოთ მამაო, თქვენ აღარ მოგაცნეთ მადლობა. რაც შეეხება ესაა წინასწარმეტყველს, ჩვენ ვიცით უამრავი წინასწარმეტყველება მასთან დაკავშირებული და მამათა განმარტების თანახმად ეს არის პროტოევანგელური უწყება, ანუ სახარებამდე ნაუწყების სახარება. ნუ პირველი ესეთი ტექსტი ჩვენ უკვე დაბადების წიგნში გვხვდება, თესლი დედაკაცისა დადგუნავს თავსაგველისასა, მაგრამ ესაია წინასწარმეტყველთან არის უფრო დაკონკრეტებული, რომ ქალწულისაგან იშვება, რომ ემანუელ იქნება მისი სახელი, რაც ნიშნავს ჩვენთან არის ღმერთი
და უამრავი სხვა წინასწარმეტყველება, რომელიც ჯვარცმასთან უკავშირდება ასევე და ძალიან ასე ვთქვათ ცოცხალი და ზედმიწევნითია მისი უწყება ჯვარცმასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მისი ცხოვრება სრულდება მოწამეობრივად, მოკლედ რომ შევეხოთ და სხვათა შორის პავლე მოციქულიც ეხმიანება მის მოღვაწეობას და სიცოცხლის დასასრულს, როდესაც იგი ახსენებს უამრავ მართალს წინასწარმეტყველს, არის ესეთი სიტყვები ნახსენები, რომ იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა, ქვითა განიტვინეს, განიცადნეს და მერე ესაა ნახსენები, განიხერხნეს და სიკვდილითა מחვილისაითა მოსყდეს და დასკვნის სახით ამბობს, რომელთა ღირსი არა იყო სოფელი ესე. აი ამით სრულდება, ანუ ესაიას მოღვაწეობა შეიძლება ითქვას, მისი ძალიან დიდი საწინასწარმეტყველო ღვაწლი და ასპარეზი, მერე მოწამეობრივი დასასრული და საუკუნების შემდეგ საეკლესიო საკითხავებით და საგალობლებით ეკლესია ეხმიანება, შეიძლება ითქვას, ესაია წინასწარმეტყველს და ყველასათვის ცნობილი საგალობელია, რომელიც უпростоრად ჯვრისწერის დროს იკითხება და სხვა მრავალი მსახურების დროს, მათ შორის ხიროტონის დროს, ესაია მხიარული იყავ. ანუ ეს საგალობელი, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმ პირველ წინასწარმეტყველებას, რომელიც ვახსენეთ, ესაია მხიარული იყავ, ანუ წინასწარმეტყველო მიზეზი და საფუძველი გაქვს სულიერი სიხარულისა, რადგანაც შენ მიერ ნაუწყები და ნაწინასწარმეტყველები აღსრულდა, რა თქმა უნდა ეს არ არის ტექსტში, მაგრამ ესაია მხიარული იყავ, ქალწულმან მუცლად იყო შუაძე და უსაბამო, ემანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდე და რომელმან შვა იგი მას ვნატრიდებ. ანუ რაც მან თქვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით და რაც ერთ-ერთი საფუძველია მარიოლოგიური სწავლების, რაც მან თქვა ქრისტესთან დაკავშირებით, ეს არის ქრისტოსცენტრულობის საფუძველი და ასევე ყველაზე მთავარი იდეა აი ამ წინასწარმეტყველებაში არის სოტერიოლოგიური, ანუ გამომხსნელობითი ღვაწლი და აი ამის გამო უნდა უხაროდეს მას. და ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებს იმაზე, რომ რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ადამიანის ცხოვრება, წარმავალი ცხოვრება, ხორციელი ცხოვრება და რაც არ უნდა ტკივილით დასრულდეს და ტრაგიკულად და უსამართლოდ სულიერი თვალსაწიერი ადამიანის მოღვაწეობისა და ასე ვთქვათ მარადისობის თვალი დანახული მისი ყოფა აბსოლუტურად სხვაგვარია. აი ეს მისი მოღვაწეობა, მოწამეობრივი აღსასრული და ეკლესიის ეს საგალობელი ძალიან ბევრ ამაზე გვაფიქრებს თუ ჩვენ დავაკვირდებით და ყოველი ესეთი დიდი მოღვაწე საღვთო პატივის თანაზიარი ხდება. იმიტომ რომ იესო ქრისტე გუშინდა დღეს იგი თავადიარს უკუნისამდე, როგორც პავლე მოციქული ამბობს, და აი ამ თავადობის, ანუ ამ მეუფების, ამ სიხარულის, ამ დაუსრულებელი და წარუვალი მადლმოსილი მდგომარეობის თანაზიარი მოწამე, მოღვაწე, წინასწარმეტყველი თუ მოციქული ყოველთვის ხდება. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს როგორ იტანჯა, როგორი ტკივილი განიცადა. ეს ძალიან მანუგეშებელი და ღრმა არის, როდესაც მე ამ თემაზე დავფიქრდი, ჩემთვის იყო აღმოჩენა. და სხვათა შორის აი ესეთი რამ, აი დროითი კატეგორია რომ აღმატებულია მოღვაწის ცხოვრებაზე, არის ძალიან ბევრ სხვა მონაკვეთში წარმოჩენილი, მაგალითად სულთმოფენობის იკონოგრაფიულ გამოსახულებაში არის თავთამოციქულები პეტრე და პავლე. და სულთმოფენობის ისტორიულ მონაკვეთში პავლე იყო სავლე, ანუ ეკლესიის მდევნელი, რეალურად თუ ისტორიულად განვიხილავთ მას და გამოითრევდა მამადედათა და უამრავ შეიძლება თანამედროვენით რო ვთქვათ, სპეცოპერაციას ატარებდა ქრისტიანებზე და დევნიდა მათ და მოწინავე იყო ამ საქმიანობაში. ისტორიულად, როდესაც სულთმოფენობა აღესრულა, მაგრამ ეკლესიამ და ასე ვთქვათ მამათა სისავსემ ჯერ იჩინა მისი მოციქულთა რანგში აყვანა და არა მარტო მოციქულთა რანგში, არამედ თავთა მოციქულია იგი და მისი ცოდვებიც კი წარიხოცა შეიძლება ითქვას და წაიშალა და მიუხედავად იმისა, რომ ისტორიულ მონაკვეთში იგი სხვაგან იყო ფიზიკურად, სულიერი თვალსაწიერით პავლე მოციქული პეტრეს გვერდით გამოისახება.
და ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, ეკლესიის იკონოგრაფია, ეკლესიის საგალობელი, ჰაგეოგრაფია, წმინდა წერილის სწავლება თუ ერთ კონტექსტში იქნება გააზრებული და ანალიზი იქნება გაკეთებული, ძალიან ბევრი რამის დანახვა შეიძლება და პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან და აი ამითაც განგვსწავლის ჩვენ ეკლესია. პავლე მოციქულის, ანუ სავლეს მაგალითზე, რომ სინანულის კვალობაზე ყველაფერი შეიძლება, ასე ვთქვათ, წარიხოცოს და ადამიანი ძალიან დიდ პატივში, ჩვენ შემთხვევაში ცხოვნებულობის პატივამდე ამაღლდეს, მოციქულის შემთხვევაში მდევნელობიდან თავთამოციქულობამდე და რაც შეეხება ესაიას ტრაგიკულ ცხოვრებას და დასასრულს, გახერხვაზე უფრო მეტი ტკივილი რა უნდა ყოფილიყო და მოწამეობრივი განცდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც მან წინასწარ გვაუწყა, რაც იქადაგა და რაც იწენეს წარმეტყველას, სხვათა შორის წმინდა იოანე ოქროპირი ყოველთვის, როდესაც ახსენებს ესაია წინასწარმეტყველას, ამბობს ხმამაღალსა ქადაგსა მას, აი ესე იხსენებს, იმიტომ რომ მართლაც ხმამაღალი ქადაგი იყო ესაია წინასწარმეტყველი და არა მარტო წინასწარმაუწყებელი, არამედ ყველაფრით სამაგალითო და მიუხედავად აი ამ უსამართლობისა, რომელიც მასზე მოიწია, სხვაგვარად გვახარებს ეკლესია, რომ მისი მოლოდინი და მისი ქადაგება არ დარჩენილა ხმამაღალებლისა უდაბნოსაში, არამედ აღსრულდა და უნდა უხაროდეს მას და მისი სიხარულის მიზეზია სწორედ ეს. კეთილი მამაო, მაყურებელი გვყავს, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? ისაუბრეთ ჩემო კარგო, ეთერში ხართ, დასვით კითხვა. სამი შეკითხვა მაქვს სწავლულებთან დაკავშირებით. Absolutely. Celia, that shaded and vertebrae that chames nagebin startai. Is a nagebi home Moshesatirabia. Is a chames nagebin startai. The equate area. Doubtless, Teda Asuni Eshmakt. Sisklit Moisra, Wekanau. Hold up. თავიანთი ასრულების და ძეების რო კლაუზელი იმათ ხორცს ჭამდნენ? ერთი ეს შეკითხვა მაქვს. მეორე შეკითხვა ესეთი მაქვს. 142 ფსალმუნში წერია, ნუ გარემი იქცევ პირსა შენსა ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელიც სწავლენა ღვინესა. მე ასე ვემსგავსე გარემ იქცევ პირსა შენსა ჩემგან და ნუ ვემსგავსო. იმიტომ რომ ღვინო ქვესკნელი და ჯოჯოხეთია და არ ვიცი ეს სწორად ვამბობ მე ნუ ვემსგავსო მათ, რომელიც სწავლენა ღვინესა. მე ასე ვკითხულობ. ეს მეორე შეკითხვა და მესამე შეკითხვა ასეთი მაქვს. 150 ფსალმში, აი 150 ფსალმზე მეტი არის წევლა. და ეხლა დავით მეფე წმინდანია ვიცით და წმინდანად ითვლება და ფსალმუნებით წმინდანი არის და ამაში რო არის წევლა წმინდანად ითვლება და ჩვენ რომ მაგალითად გავბრაზდეთ და მტერი დავწევლოთ. ის დიდ ცოდვას რატო გვეთვლება? ეს მაინტერესებს. პირველი კითხვა რაც შეეხება მოლოქის კერპს, რა თქმა უნდა, შვილებსაც წირავდნენ, ყრმებსაც და განურჩევლად სქესისა, ვაჟიცა და ქალწულიც იწირებოდა, მაგრამ უფრო მეტად ვაჟი იწირებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ისტორიული თხრობა და ასე ვთქვათ, განმარტების პარალელები. მაშინ, როდესაც ქალდეველთა ურში იმყოფებოდა აბრაამი, სანამ ჯერ კიდევ სიტყვა ღვთისა მოუწოდებდა მას, რომ გამოსულიყო ქალდეველთა ურიდან, უამრავი მისი თანამოქალაქე და თანამემამულე შეიძლება ითქვას, წირავდა მსხვერპლს, მოლოქის კერპსა და სხვა კერპებს და ეს მსხვერპლი იყო მათი უშუალოდ შვილი, ხორციელ შვილებს წირავდნენ. და განმარტებაში წერია, რომ რაოდენ დიდი შეიძლება ასე ვთქვათ, კითხვები შეიძლება დაგროვებულიყო აბრაამისა და სარას მხრიდან ღმერთთან მიმართებაში, მაშინ როდესაც ღმერთი ყოველთვის პირდება მათ, რომ შვილიერები იქნებიან ისინი, რომ მიემადლებათ მათ, ასე ვთქვათ, მშობლობის მადლი და წყალობა, მაგრამ ეს კურთხევა და ეს დანაპირები აყოვნებს, მაშინ როდესაც უამრავი წარმართი შვილიერია და თან ამ შვილს წირავს კერპს. აი, ეს განმარტება ძალიან მნიშვნელოვანია იმ მიმართულებით, რომ ხშირად ჩვენ
ამგვარი კითხვით მოგმართავენ, რომ ადამიანი, რომელიც უკეთური, ადამიანი, რომელიც არაკეთილსინდისიერად და უღმერთოდ ცხოვრობს, მას უფრო წარემართება ცხოვრება და მას უფრო დიდი წყალობა აქვს და რატომ ხდება ისე, როდესაც ეკლესიური ადამიანი შეიძლება უფრო შეჭირვებული იყოს. რაც შეეხება კიდევ შვილიერების დაბრკოლებას, ველად თქმაში ეს პირდაპირ მიმართებაში იგივდებოდა ცოდვასა და ცოდვის მიერებასთან და როდესაც ადამიანი ბრკოლდებოდა შვილიერების მიმართულებით, იგი საკუთარი ასე ვთქვათ ცოდვის მიმართულებით ფიქრობდა, ცოდვის მიზეზს ეძებდა, რა უნდა შეენანებინა მას და რა უნდა გამოესწორებინა და როდესაც ეს პრობლემა აბრაამს აქვს და მის მეუღლეს სარას, ადამიანს, რომელთან მიმართებაშიც ღმერთი ამბობს, მე მოგვიანებით რომ მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, ბუნებრივია ძალიან დიდი განსაცდელი იყო ეს და შეიძლება ეს მეტყველებს იმაზე, რომ შეიძლება ჩვენ ცხოვრებაშიც იყოს ძალიან ბევრი კითხვა ღმერთთან მიმართებაში, ყველაფერი განსაცდელის დროს მთელი სისავსით არ გვესმონდეს, მაგრამ როგორც ასევე ფსალმოთა წიგნები გმოზღრავს ჩვენ, დაუთმე უფალსა ზრუნვა ისენი და მან გამოგზარდო შენ. რას ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა მივენდოთ უფალს, უნდა გვწამდეს უფალი. აბრაამი ამის ძალიან დიდი მაგალითია, იმიტომ რომ აბრაამი აუწყებს უკვე შობილ ძესთან მიმართებაში, ისააკთან მიმართებაში, რომ დაკოდოს შეშა, ანუ დაჭრა შეშა, აიყვანოს მორიას მთაზე მისი ძე და დაჰკალიგი მთას ამას, რომელსაც გქვა შენ, ანუ შემომწირემე და ბუნებრივია აბრაამი ამას ყოველივეს აკეთებს, მაგრამ მან იცის ასევე, რომ ღმერთი ამას მთელი სისავსით არ ითხოვს მისგან, მაგრამ ემორჩილება და ქმედითად ყველაფერს აკეთებს. მან სამსხვერპლო შეშაც მიიტანა, ცეცხლი ცაანთო, სამსხვერპლო ქვაზე დაწვა თავისი ნებით, მსგავსად მამის ნების სათნომყოფელი ქრისტეს მსგავსად ისააკი, მან იტვირთა შეშა, ანუ ხე, ისევე როგორც ქრისტემ იტვირთა ჯვარი, იგი ავიდა მთაზე, ამ შემთხვევაში მორიას მთაზე, ისევე როგორც ქრისტე ავიდა გოლგოთას მთაზე, მაგრამ ღმერთი მიმართავს აბრაამს, ნუცა მიყოფ ხელს ამას ყრმას ამაზე და ნუცა უყოფ ნურარა, სადაც უწყირამე თუ გიყვარ შენ და ბოლოს დასკვნის სახით გამოცხად დაბადების წიგნი ამბობს, ანუ მოსე წინასწარმეტყველი, რომ ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და რქვა მას, ანუ ასე უბრალოდ საწყისშივე ამბობს და იყო ღმერთმა გამოსცადა აბრაამი და რქვა მას, აბრაამ მოიყვანე ძე შენი საყვარელი და დაჰკალ მთას ამას, რომელსაც რქვა შენ. ანუ მოსე წინასწარმეტყველი წინასწარვე გვეუბნება, რომ ის რაც მე უნდა გაუწყო, ეს არის აბრაამის სულიერი გამოცდა და არა ზედმიწევნით აღსასრულებელი საქმე, რომელიც აბრაამს უნდა გაეკეთებინა. ესე იგი აბრაამზე ბევრი არ ვისაუბროთ, იმ კონკრეტულ მაგალითს დაუბრუნდები, რომელიც ასევე აბრაამს უკავშირდებოდა მოლოქის მსხვერპლს და სხვა მრავალ კერპს წირავდნენ შვილებს. რაც შეეხება მეორე კითხვას, მეორე კითხვა იყო, ესე იგი მოიხილე ჩემზე და ნუ მიაქცე პირსა შენსა ჩემგან შთავ თუ ხდე ჯოჯოხეთად. ესე იგი მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მდგომარეობით, ჩემი სულიერი მდგომარეობით შეიძლება ჯოჯოხეთის ჯურღმულს და აჩდილს მივიახლო მე, შენი წყალობა ნუ მომაკლდება მე ღმერთო და ჩემ ვედრებას ნუ უგულებელყოფ და გთხოვ რომ შეისმინო ჩემი ლოცვა, რადგანაც ასევე პარალელური ტექსტია შეიძლება ითქვას ფსალმუნთა წიგნისა, წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ უფალო. ღმერთი არის წყალობის და სამართლიანობის წყარო და იცის რა დავით მეფსალმუნემ ეს, ამის გამო მიუხედავად ჯოჯოხეთის ასე ვთქვათ, ჯოჯოხეთისეულ მდგომარეობაში მყოფობისა, ევედრება ღმერთს და პოეტურად ამბობს, რომ ნუ მიიქცევს პირსა მისგან. ანუ არ უგულებელყოს მისი ვედრება და შეისმინოს თხოვნა. რაც შეეხება წყევლასთან მიმართებაში ძალიან საინტერესო კითხვა ეს და რა თქმა უნდა დავით მეფსალმუნე მიუხედავად იმისა, რომ წმინდანია არ იწყევლება, ჩვენ არ ვახდენთ პერსონის იდეალიზირებას და არ ვამბობთ, რომ დავით მეფსალმუნე უცოდველი იყო, ჩვენ ვიცით მისი შეცოდება, ამ შეცოდების კვალობაზე აღსრულებული ძალიან დიდი სინანული და ასე ვთქვათ, ნაყოფი ამ სინანულისა 50-ე ფსალმუნი, მისი მკვდრად შობილი ძე, მის მიერ აღსრულებული უსამართლობა ურია ხეთელთან მიმართებაში და მის ცოლთან დაპატრონებასთან მიმართებაში, მაგრამ რაც შეეხება წყევლას, ბიბლიის ენის განმარტების თანახმად, წყევლა ყოველთვის ისე არ უნდა გავიგოთ, როგორც ასე ვთქვათ, ჟღერს. იმიტომ რომ
სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ ყველა მართალი და წმიდა ადამიანი იწევლება ძველათქმაში, იწევლება დავით მეფსალმუნე, იწევლება ნოე, როდესაც აჟღერებს წინასწარმეტყველებას თავის ძესთან, ქამთან მიმართებაში. სინამდვილეში წინასწარმეტყველება და არ არის ეს წყევლა, როდესაც ნოე ამბობს მაგალითად ქამთან მიმართებაში, რომ ყველა ძმა მასზე აღმატებული იქნება, რომ ქამი გაფართოვდება, უпростоრად იაფეტი გაფართოვებას ნიშნავს და რომ იაფეტი დაიმკვიდრებს, ასე ვთქვათ, ძალიან ბევრ მიწას და წყალს და სემის კარავში იქნება ღვთისდიდება და მყუდროება, ამის კვალობაზე ქამი იქნება ძმათა მორჩილი. და სწორედ აი ამის გამო, რადგან მან სულიერი მიმართება მამისა და კარავში მისი მყოფობა, ღვთის წინაშე გულწრფელობა, გაშიშვლება, საღვთომადლი თრობა, როგორც ალექსანდრიული სკოლის განმარტებლები განმარტავენ, ვერ გულისხმაყო და არ ქონდა მას შესაბამისი სულიერი გამოცდილება, ამ არასულიერების გამო ვერ მიიღებდა იგი კურთხევას და იქნებოდა ძმათა მსახური და ძმებზე უმრწემესი იერარქიულად და სწორედ ეს აუწყა წინასწარ მამამ ნოემ ქამს, მაგრამ წინა წერილი გვაუწყებს, რომ დაწყევლა მამამ იგი. მაგრამ ეს რა თქმა უნდა არ უნდა გავიგოთ ისე როგორც წყევლა. ასევე წყევლა პირდაპირ მნიშვნელობით დავით მეფსალმუნესთან მიმართებაშიც არ უნდა გავიგოთ, მით უმეტეს წმინდა წიგნი არის ფსალმუნი, რომელსაც აქვს მოძღვრებითი მნიშვნელობა და სამოძღვრებელ სწავლებაში უკეთური მაგალითი არ უნდა ვიგულისხმოთ, რა თქმა უნდა, და რაც შეეხება წყევლას, რადგან წყევლა არ არის, მით უმეტეს ამის საფუძველზეც არ უნდა ვიფიქროთ, რომ წყევლა დაშვებულია და მისაღები იქნება ჩვენთვის. ჩვენ მიერ ვინმეს დაწყევლა. კეთილი Facebook კითხვებზე გადავალ, გაგვიგროვდა საკმაოდ ბევრი. მარიამ მიგწერს ესეთ კითხვას, თუ ძე მამისაგან შექმნილია, მაშინ როგორ არის ძე დაუსაბამო და რატომ არიან ისინი თანასწორნიო? არ ვეთანხმებით იმას, რომ ძე შექმნილია, იმიტომ რომ ქმნილება საკუთარ თავში გულისხმობს იმას, რომ იყო დრო, როდესაც ქმნილი შემოვიდა ყოფიერებაში. მამობა და ძეობა არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით იმ მამას და იმ ძეს, რომელიც ყოფით ცხოვრებაში ჩვენ გვხვდება. მაგალითად, მამაჩემის მამობა და ჩემი მის და მიძეობა არ იგულისხმება მამისა და ძის, ასე ვთქვათ, მიმართებაში. მამობა და ძეობა არის საღვთისმეტყველო ტერმინი, მამა არის უწინარესი, რა თქმა უნდა, და ძე მამისაგან გამოვალს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მამისაგან ასე ვთქვათ, შექმნილია ძე. იმიტომ რომ თუ ჩვენ ღმერთთან მიმართებაში ვიგულისხმებთ იმას, როგორც უკვე ვთქვის, რომ რომელიმე მონაკვეთში, დროის რომელიმე მონაკვეთში იგი ყოფიერებაში შემოვიდა და არსებობდა დრო, როდესაც ღმერთი არ არსებობდა, მაშინ ის ღმერთი არ ყოფილა. თანადაუსაბამოა მამასთან ერთად ძე და სულიწმინდა და ისევე როგორც დასაბამისმიერება არ აქვს მამას, არ აქვს ასევე ძეს და სულიწმინდას. და რაც შეეხება მის შობას, აქ იგულისხმება ხორციელი შობა, კაცობრივი შობა, ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, და ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და არა ის რომ ღმერთი დაიბადა. ღმერთის დაბადების დღე არ არსებობს, იმიტომ რომ თუ კი ღმერთი არ არსებობდა და რაღაცა დროის შემდეგ შემოვიდა ყოფიერებაში, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ღმერთი არა. ამიტომ ძე ღმერთის ტერმინი ყოველთვის, როდესაც მოგვეცემა საშუალება, უნდა განმარტოთ, რადგანაც აი არასწორი და კაცობრივი ლოგიკური შეხედულება მწიფდება ხოლმე ტერმინის არასწორი გაგებიდან გამომდინარე. კეთილი. მარიამ მიგწერს, როგორ ვებრძოლოთ სიზარმაცეს, რა არის მისი საწინააღმდეგო სათნოება და როგორ მოვიპოვოთ იგიო? გულმოდგინება არის მისი საპირწონე. რაც შეეხება სიზარმაცეს, ადამიანის ღირსების დამაკნილებელიც არის, თუ ამას დავაკვირდებით ჩვენ. აქ ძალიან დიდი ფილოსოფია და ჩაღრმავება არცაა საჭირო. ის ნიჭიერება, ის პოტენციალი, რომელიც მე მაქვს, მომადლებული ღვთისგან, რომელიც მომემადლა გენეტიკურად და რომელიც ასევე უკავშირდება პედაგოგებს, ოჯახს, ჩემ ახლობელ ადამიანებს, რა თქმა უნდა მოხდეს ამისი რეალიზება და ამ შრომაში და ამ საქმის წარმოჩენაში, რა თქმა უნდა, სიზარმაცე გვიშლის ხელს და ბუნებრივია ეს არის უადგილო ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც ცდილობს რომ ღირსეულად იცხოვროს. კეთილი, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები.
რამდენად სწორია შენდობის ლოცვას რომ წაიკითხავს მოძღვარი აღსარებელმა პირჯვარი გადაიწეროს? შეიძლება პირჯვარიც გადაიწეროს, ჯვარსაც უნდა ემთხვიოს და რაც მთავარია აღსარების საიდუმლოების აღსრულების დროს მღვდელმაც და აღსარებელმაც უნდა ასე ვთქვათ შეახსენოს საკუთარ თავს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ მღვდელი დამოწმებელია სინანულისა ღვთის წინაშე აღსარებელთან მიმართებაში და აღმსარებელი აღიარებს ასე ვთქვათ მღვდელთან ერთად ღვთის წინაშე. ღვთის მყოფობა და ასე ვთქვათ განცდა თუ კი მოაკლდა გნებავთ აღსარების მსმენელ მღვდელს ან აღმსარებელ ადამიანს გამოდის რაღაც ადამიანური ფამილარული დიალოგიც კი და სხვათა შორის როგორც საქმიანი საუბარი არის კონკრეტული და არც თუ ისე ხანგრძლივი, ასევე სინანული, ჭეშმარიტი სინანულიც აი ამ კონკრეტულობით და ლაკონიურობით გამოირჩევა. კეთილი. რას ნიშნავს გარჩევა კეთილისა და ბოროტისაო? აქ ალბათ უფრო სიბრძნე იგულისხმება, განმრჩეველობა არის ერთ-ერთი სათნოება და ამის საფუძველი რომ ეს ჩვენ გქონდეს გვაქვს თავადვე ქრისტეს სწავლებიდან, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მტრედის უმანკოება და სიბრძნე გველისა. აი ამის საფუძველზე და აქეთკენ სწრაფვით ადამიანი განმრჩეველია, მაგრამ განმრჩეველობა არა მარტო ამ სათნოებისაკენ სწრაფვით, არამედ დაცემით, ადგომით და გამოცდილებით მოდის. კი ბატონო. და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის დანახვის მცდელობით, ანუ ჩვენი თავი მივიღოთ ისეთი, როგორიც ვართ და ვაშკაცურად გავუსწოროთ ამას თვალი და ვეცადოთ რომ გამოვასწოროთ ის რაც შესაძლებელია. მძიმე ცოდვის შემდეგ საშინელი ბოროტის სიტყვები მომდის გულში. ვებრძვი, მაგრამ ისევ ვერ ვარ. საშინლად მარტოდ გრძნობ თავსო. მძიმე ცოდვის ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ეს არის, იმიტომ რომ ის აისახება ჩვენ ფსიქოსომატურ ნაწილზე, ჩვენ სულიერ, ასე ვთქვათ, მხარეზე, ჩვენ ანატომიურ ნაწილზეც არის ზოგიერთი ცოდვა, მაგალითად სიძვა, რომელთან მიმართებაშიაც პავლე მოციქული ამბობს, რომ ყოველი ცოდვა ქარეში ხორცთა არის, მაგრამ სიძვა უშუალოდ ხორცს ეხება და ამ თვალსაზრისითაც ბილწავს ადამიანს. შესაბამისად ის ასე ვთქვათ დამღა ცოდვისმიერი ადამიანში გარკვეულწილად რჩება და ადამიანზეა დამოკიდებული რამდენ ხანს იქნება ამ მდგომარეობაში. და თავადვე ქრისტე ამბობს, რომ ნამეტნავისაგან გულისიტყვისა პირი იტყვი. თუ კი ცოდვა აისახება სულზე, სამშვინველზე და ხორზე, ბუნებრივია გულზეც ტოვებს კვალს და ეს ცოდვისმიერი გამოვლინება ბილსიტყვეობაში ვლინდება. ამიტომ ადამიანმა უნდა შეინანოს და მამები ჩვენ გვასწავლიან, რომ შეიძლება აღსარებამდეც კი გქონდეს მას სინანული და ის პირველადი განცდა სინანულისა, რომელიც დაცემას მოყვება თან, არა ნებით შეცოდებას, არამედ დაცემას, შეიძლება ის ემოცია ვეღარ განმეორდეს აღსარების დროს, იმიტომ რომ ის პირველადი და გულწრფელია ახლად შეცოდების კვალობაზე. მაგრამ აუცილებელია რომ მაინც ამისი აღიარება და წარმოთქმა და დაფიქსირება მოძღვრის და ღვთის წინაშე მოხდეს ღვთის წინაშე, იმიტომ რომ უნდა მოგვეტეოს სუფლისაგან და ღვთის წინაშე, იმიტომ რომ მათ აქვთ შეკვრისა და განხსნის ხელმწიფება და ასევე გამოცდილება და ასევე ვალდებულება იმისა, რომ ცოდვილი ადამიანები ვანუგეშოთ. და რაც არ უნდა ახალ ხელდასხმული იყოს ადამიანი და გამოცდილების თვალსაზრისით არ იყოს მდიდარი, საღვთო მადლი ყოველთვის მას აძლევს შესაბამის სიტყვას, რაც ადამიანის ნუგეშს უკავშირდება მის სულიერ გაძლიერებას და ღმერთთან დაახლოებას. კეთილი. ალექსანდრე უწერს, ვიცი რომ ბერძნულ და რუსულ ეკლესიებში არსებობს იპოდიაკნის ხარისხი, სტიქაროსნები, რომლებიც გადაჯვარედინებულ გინგილას ატარებენ. არის თუ არა ქართულ ეკლესიაში ამის შესაბამისი თანამდებობაო. და რას გვეტყვით ამაზეო? იპოდიაკვანი წიგნის მკითხველი გულისხმება, ხო? წიგნის მკითხვა რო ადგენს. უფრო რუსული ტრადიცია, სლავური ტრადიცია ვიდრე ბერძნული,
მაგრამ ისინი ძირითადად საკურთხევლის მსახურები არიან, იმიტომ რომ წიგნის მკითხველი ცალკე არის მათთან, ბერძნულ მსახურებაშიც ასეა და სხვათა შორის, როდესაც სიონში მსახურობდა უწმინდესი, მაშინ ყავდა მას სლავი იპოდიაკონები, მაგრამ მერე უფრო ჩვენ ტრადიციაში დარჩა კლირიკოსთა ის დასი, რომელსაც მნათეები ქვია. ამიტომ ჩვენ ტრადიციაში ასე არის. კი ბატონო. მაგრამ მსახურებითი თვალსაზრისით ერთი და იგივე, უბრალოდ თითქოს ოდნავ აღმატებულია მნათეზე. აჰა, გასაგები. მაინტერესებს რომელ დასში მოხდა ასე ვთქვათ აჯანყება და ლუციფერი რომელ დასს მიეკუთვნებოდა. უკვე დავიფენი, ლუციფერი ყველაზე ახლოს იდგა ღმერთთან. ანუ სერაფიმებზე და ქერუბიმებზე მაღლა იდგა, მაგრამ გამიგია რომ ის იყო 9 დასის მთავარ ანგელოზი, რომ ამიხსნათ და გამარკვიოთო ამ საკითხში. იცით, ამ დასის კონკრეტიკა არაფრის მომცემი, იმიტომ რომ არის რიგი საკითხები ეგზეგეტიკაში, რომელიც სულის ცხონების საქმეში არაფრის მომცემი არა. აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ როდესაც საკუთარ ძმაზე აღმართა ხელი კაინმა და მოაკვდინა აბელი, უფალმა მას ნიშანი ასე ვთქვათ მისცა და ნიშანი დაადო, როგორც წინა წერილი ამბობს. წმინდა ეფრემ ასური ამბობს ესეთ სიტყვას განმარტებაში, რომ რას მომცემს იმის ცოდნა თუ რა ნიშანი დაადო ღმერთმა კაინს, რომელიც სულის ცხონების საქმე საერთოდ არ ეხმიანება და არ ეხება. ამიტომ არის ხანდახან ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება მეორე ხარისხოვანი იყოს, ეგზეგეტიკა ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას, ასევე ზოგჯერ კეთდება ამაზე აქცენტი, მაგრამ ტრადიციულად ასეთი აქცენტი არის გაკეთებული, რომ ის რაც არ მომხდარა, იმასაც არ განმარტავს წმინდა მამები, ანუ ვარაუდი რომ დაუშვათ ქრისტე რომ არ ამაღლებულიყო, რა მოხდებოდა, ან იუდას რომ არ გაეცა, როგორ შეიძლება წარმართულიყო ქრისტეს მოღვაწეობა, ანუ რაც არ მომხდარა, იმაზე მსჯელობასაც ვარიდებთ თავს, იმიტომ რომ რაც სულისთვის სარგებლის მომტანია, ეგზეგეტიკა სწორედ ამას ეხმიანება. ასევე რომელი დასის წევრი იყო, ვიზი აღმატებული იყო და ვიზი არ იყო აღმატებული, ესეც მეორე ხარისხოვანია, მთავარია რომ იყო ნათლის ანგელოზი, რომ ასევე დიდების მეტყველების თანამონაწილე იყო სხვა დანარჩენ ანგელოზებთან ერთად, მაგრამ დაუპირისპირდა ღმერთს და მთავარია რომ მისი დაცემის მიზეზი და ასე ვთქვათ მდგომარეობა გავიაზროთ და ვიცოდეთ რას ამბობს ქრისტე სახარებაში ეშმაკთან დაკავშირებით. ხედევით ეშმაკსა ვითარცა ელვასა გარდამოვარდნილსა, მიმოვალ ნურწყულთა ადგილთა და ეძიებენ განსვენებასა და ესე ნათესავი არ არაით განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვით. აი ამის ცოდნა არის სულის ცხონებისთვის საჭირო. ის თუ რომელი თანამოდასე იყო, რომელი ანგელოზთა, რომელი დასის, ეს რომ სულის ცხონებისთვის საჭირო ყოფილიყო, ეშმაკთან მიმართებაში აუცილებლად ქრისტე გვაუწყებდა ჩვენ და მან მხოლოდ 3 რამ გვაუწყა ჩვენ, რაც ახლა ვახსენეთ, იმიტომ რომ ეს უკავშირდება სულის ცხონებას და არაფერი სხვა. თუ არსებობსო იოანე ღვთისმეტყველის საფლავიო. იოანე ღვთისმეტყველი ჩვენ ვიცით რომ არ აღსრულებულა მოწამეობრივად, მიუხედავად იმისა რომ ისიც მოწამეა, გადარჩა. რაც შეეხება საფლავს, როგორც ვიცი, არ მახსენდა. არ არის ხო მისი საფლავი, მეც ხა დავიბენი სიმართლე რომ გითხრათ და კეთილი. მარიამ მეგვიპტელი უდაბნოში გასვლამდე ეზიარაო? დავითი გვწერს. მარიამ მეგვიპტელი ცხოვრებაში ერთხელ ეზიარა. კი. და ზოსიმე მღვდლისგან ეზიარა. ანუ ის სინანულით წავიდა უდაბნოში და ასე ვთქვათ ლიტურგიკული თვალსაზრისით მისი ზიარება მოხდა ცხოვრებაში ერთხელ. მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ იგი ღმერთს არ იცნობდა და ნაზიარები არ იყო სხვა ფორმით. შეუძლებელია რომ მას ღმერთი არ ცოდნოდა და რომ ქრისტე ღმერთია, ეს გამოცდილებით არ ყოფილიყო მის ცხოვრებაში. ჩვენ ასევე ვიცით რომ მას სახარებაც არ ქონდა, მაგრამ სახარებისეული სწავლება ქონდა და სულიწმინდის მიერ განისწავლებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია კიდე უძლურის საზიარებელი წესი. როდესაც ღდლები ჩვენ ვაზიარებთ უძლურ ადამიანს. ერთ-ერთი ბოლო
სწინა ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში და ესეთი სიტყვებია, რომელიც ძალიან გვაფიქრებს ჩვენ და რომელიც არის ჩვენი კადნიერება და პასუხისმგებლობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ესეთი სიტყვებით მიმართავთ ჩვენ, ვიცნობთ ღმერთსა შენგან განხორციელებულსა. ანუ როდესაც მე ვეზიარები, მე ვალდებულება მაქვს, რომ ვიცნობდე ქრისტეს. სხვაგვარად, ჩემი ზიარება არ უნდა ხდებოდეს. ან ამ გზაზე მაინც უნდა ვიყო, რომ ღმერთის შემეცნების გზაზე ვიყო. და ყველა წმინდა მამა, ვინც ეზიარება, მან იცის სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე ქრისტე, ასე ვთქვათ, ქრისტეს საღვთო მოქმედება, დამოკიდებულება, მოწყალება და კაცთმოყვარება. ერთი იგი, რომელიც ფესვსა სამოსლისა შენისასა შეეხო, სენთა კურნება მიიღო, ხოლო მე უბადრუკი ყოვლითურთ მთელსა ხორცსა შენსა ვიკადრებ შეწყნარებად. როგორც ავაზაკი არ განდევნე, როგორც უძღები და მდევნელი შეინანა რა ესრეთ ჩემი წყალემე და უამრავი სხვა, ასე ვთქვათ, ტექსტია, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ისინი იცნობენ ქრისტეს სახარებიდან და მათ იციან, რომ ღმერთი მოწყალია. ასევე ჩვენ ღმერთის შემეცნების ყველაზე წმინდა და მთავარი გზა უნდა გქონდეს წმინდა წერილი და სახარება და რა თქმა უნდა მან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ვიცნობთ ღმერთსა შენგან განხორციელებულსა, მარიამ ეგვიპტელმა იცოდა ქრისტე. და რა თქმა უნდა ამის ყვალობაზე ეზიარა მის წმინდა სիրს და ხორცს და ასევე წმინდა წერილი იცოდა სულიწმინდის შთაგონებით და მადლით. აი ხლა იოანე ღვთისმეტყველზე გამახსენდა თუ სწორად მახსოვს მან საფლავი გააჭრევინა როგორც მახსოვს და მე ვეღარ იპოვეს ხო 3 დღის მერე რაღაც ეგეთი გამახსენდა მეც როგორც ილია და ენოქი რაღაც დაახლოებით ესეთი გადმოცემა არსებობს ეხლა გამახსენდა. გავაგრძელოთ შემდეგი ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის. ანუ ჩვენ ვკითხეს საფლავი თუ არის. სტატიურ საფლავზე ვერ ვეთქვი. ხო, აი არ ვიცი, ეგ არ მახსოვს ნამდვილად. ესე იგი ესეთი კითხვა არის თუ მხოლოდ ნინო გწერს, ესე იგი, თუ მხოლოდ აღსარებაში მოძღვრის ლოცვით მიეტევება ცოდვები ადამიანს, მაშინო სახლში ლოცვას რაღა აზრი აქვსო? არა, მოძღვრის ლოცვით მიეტევება მხოლოდ ესე არ არის. მოძღვრის ლოცვა არის გვირგვინი და ბეჭედი სინანულისა. და ადამიანი სახლში ლოცულობს, ზიარების და იქამდე აღსარების წინა ლოცვას კითხულობს, ანუ განეწყობა, ემზადება, წუხს თავისი ცოდვების გამო. და ზიარების წინა ლოცვებში ამიტომაა ნათქვამი სულ თქმათა ისმენ, არა დაგეფარვი შენ ღმერთო ჩემო. არცაც სვარნი ნაწილთა რომელთამე არცაც სვარნი თვალთა ჩემთანი. ამიტომ ეს ყველაფერი იწირება და მოძღვარიც გძნობს ამას. კიდევ ერთხელ თუნდაც გამოუცდელი იყოს ადამიანი მონანულია თუ არა, ეს იგრძნობა და ძალიან სასიხარულოა მონანული ადამიანის მოსმენა და ნახვა. და თავადვე მანუგეშებელია სამაგალითოა თვითონ მოძღვრისათვის და ასეთი ადამიანი თუ კი დაუშვათ 10 აღსარებელი იქნება და 10-ვე მონანული აღარ დაიღლება მოძღვარი, ვერიგით გამტკიცდება და გაძლიერდება. ჩვენ გღლის ხოლმე ის შეუსაბამო საუბრები, რომელიც აღსარებითი ფორმატისა უნდა იყოს, მაგრამ არც ისე ახლოსა აღსარებასთან. ეს არის დამღლელი. და ზოგჯერ ჩვენს ჩვენი სისუსტიდან გამომდინარე თუ მობიერებიდან გამომდინარე ვერ მიუთითებთ ვკაცრად, რომ ეს არ არის აღსარებითი ფორმატი და ასე ვთქვათ არ ვაწყვეტინებთ საუბარს მართალია, მაგრამ აღსარებითი საუბარი უფრო მოკლეა და სხვა სიღრმით გამოირჩევა. და ადამიანი, რომელიც ერთხელ იტყვის კარგ აღსარებას და ორჯერ და სამჯერ, ბევრი და მრავალმეტყველებით აღარ გამოირჩევა მერე აღსარებას. ამიტომ კითხვა დამავიწყდა საწყისში. ანუ თუ მოძღვრის ლოცვით მიეტევება ცოდვა. ხო, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი სინანულის ყვალობაზე დამოწმებაა და მანუგეშებელია შენდობის ლოცვის წაკითხვა და იმისათვის, რომ ეს სინანულის ბეჭედი და მიტევების მადლი მიიღოს სამღვდელმოქმედო მოქმედებით მონანულმა,
აუცილებელია რომ სახში შინაგანი ლოცვით თუ გარეგნული ლოცვით თუ იქამდე სინანულის გზით მომზადებით საამისოდ მოიმზადოს და არ მივიდეს მომზადებელი უბრალოდ სასაუბროთ მოძღვართან. კი ბატონო. რა სულმა გაიყვანა ქრისტე უდაბნოში ნათლობის მერე იქ ეშმაკი ცდიდა ქრისტეს საიდან მოჰქონდა ასე ვთქვათ ციტატები საცნებლად და ქრისტეც ასევე პასუხობდა რომ დაწერილია და მოჰყავდა და 90 ფსალმუნი ერთ-ერთი პასუხი 24 ფსალმუნიდან იყო დანარჩენი რომ მითხრათო ცოტა გაურკვევლად გასაგებია რაც იგულისხმება როდესაც გამოცდის ეშმაკი ქრისტეს მისი კადნიერებით ეს გამოცდა რას უკავშირდება იმიტომ რომ წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ ჯვარცმის დროსაც კი არ იცოდა მან დაზუსტებით და ბოლომდე რომ მის წინაშე იყო განკაცებული ღმერთის ვარაუდობდა რომ შეიძლება მესია განკაცებულიყო მაგრამ დარწმუნებით მან არ იცოდა ამიტომაც ეძგერა სიკვდილის სახით ეშმაკი და წმინდა ბასილი დიდი ამბობს რომ როგორც სამჭედურზე ანუ ნემსკავზეა წამოგებული მატლი ასევე იყო ჯვარცმული ქრისტე და ეშმაკმა მიიჩნია რომ მის წინაშე იყო მხოლოდ ლიტონი კაცი ეძგერა მას სიკვდილის სახით როგორც მხოლოდ კაცს მაგრამ აღმოჩნდა ღმრთების წინაშე და მონადირებული იქნა სიკვდილითვე და ამიტომ რადგან მან ჯერ კიდევ ჯვარცმის დროსაც კი არ იცოდა რომ მის წინაშე იყო ასე ვთქვათ განკაცებული ღმერთი ბუნებრივია მოღვაწეობის დროსაც არ იცოდა მან და ის აზრები რომელიც გამოთქმულია ასე ვთქვათ უმრავლესობის მხრიდან რომ ის ელია ან გინა ერთი წინასწარმეტყველთაგანი ან ესაია ასევე ფიქრობდა იგიც რომ ჩვეულებრივი მოღვაწე წინასწარმეტყველი იყო რომელთა ცხოვრებასაც უკავშირდება მკვდართა აღდგომა ბრმების თვალის ახელა სასწაულების აღსრულება ძალმოსილება სიტყვითა და საქმითა მაგრამ არა ღმერთობა ამიტომაც იგი კადნიერდება და გამოცდის მას აღიყვანა მთასაფრიად მაღალსა როგორც წმინდა წერილი ამბობს და აჩვენა ქვეყნიური სუფევა და უთხრა რომ ესე ყოველი მიქცე შენ უკვე თუ დახვარდე და თაყვანი მცე მე და უფალი პასუხობს, ანუ ეს არის ერთგვარი პოლემიკის საფუძველი, უფალს ღმერთსა შენსა თაყვანისცე და მას მხოლოდ სამსახურებდე. ასევე ვიცით რომ ქვებთან მიმართებაში უთხრა რომ გარდაექცია პურად, იმიტომ რომ შეემშია როგორც מחარებელი ამბობს ქრისტეს და ეს არის უყვედრელი ვნებულება და არის საყვედრელი ვნებულება, ესეც უნდა გავმიჯნოთ ქრისტესთან მიმართებაში. უყვედრელი ვნებულება ის რომელიც არაცოდვის მიერია, დაღლა, შიში, დაძინება, ანუ ძალის მოკლება და ასე შემდეგ, მოშიებაც მათ შორის და საყვედრელი ვნებულება, მრისხანება, ვნებიანი ზოგადად მდგომარეობა გნებავთ ნაყროვანება ან ისეთი ხმამაღლობა რომელიც მრისხანებას უკავშირდება და რა თქმა უნდა ეს და ცოდვის მიერი არანაირი მოქმედება არც ქრისტეს და არც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არ უკავშირდება და ამიტომაც გამოსცადა და იფიქრა რომ ასე ვთქვათ ისევე როგორც დაეცა პირველად ადამი რომ კარგი იყო სახილველად და გემოსხილვით ცდუნდა იგი ასევე ცდუნდებოდა მოღვაწეც ამ შემთხვევაში არა ღმერთი არამედ რომელიმე მოღვაწე ერთი წინასწარმეტყველთაგანი როგორც ეშმაკი მოიაზრებდა ქრისტეს და არაპურითა ხოლო ცხონდების უპასუხა ქრისტემ მას და მესამე იყო ის როდესაც ასევე მაღალ ადგილზე ეუბნება გარდაიგდე თავი შენი და ხელთა მათაზე და აღგიპყრან შენ უსა და წარსე ქვასაფერხი შენი ციტირებს 90 ფსალმოს და უფალი მას პასუხობს უკუაგდებს და განეშორა მისგან და წარვიდა უდაბნოსა და ანგელოზნი ღმრთისანი მსახურებდეს მას როგორც განსაკუთრებულ მოღვაწესა და ღმერთს რა თქმა უნდა მოღვაწეობაში მისი კაცობრივი მოღვაწება იგულისხმება და აი ეს დიალოგი იყო ალბათ ნაგულისხმები რაც ჩვენ ვკითხა კეთილი ნათესავი პირველად ეზიარა და ზიარების შემდეგ თამბაქო მოწია ეს აღსარებაში უნდა თქვას და საერთოდ ზიარების შემდეგ თუ არა იმ მთელი დღის განმავლობაშიც არ შეიძლება თამბაქოს მოწევა ძალიან არის დამოკიდებული მასზე და იმიტომ გეკითხებით ჩვენ უნდა ვიაზრებდეთ რომ ქრისტეს როდესაც ვეზიარებით მის წმინდა სისხლს და ხორცს
ჩვენში არის ქრისტე და ჩვენში შემოდის და ამიტომ ზიარების წინა ლოცვები ძალიან ყურადღებით უნდა წავიკითხოთ, რომ განწმდება ყოველი თირკუმელნი, ნაწლევნი, ანუ თითოეული ორგანო და განაახლებს ჩვენს შინაგან სამყაროს, სულიერს და ასევე ანატომიურს. გული წმინდაი დახბადე ჩემთან ღმერთო, აქ რაღაც გულის ოპერაცია კი არის გულისხმება, კარდიოლოგიური ჩარევა, არამედ გულის განახლება იგულისხმება. უფალო რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი ჟამსა მესამე სამოციქულთა შენ და გარდამოულინენ და განათლენ იგინი მას სახიერო ნუ მიმიღებ ჩემგან არამედ განმაახლე მვედრებელი შენ. აი ეს განახლება იგულისხმება. ეს განახლება ხდება სულიერი და მადლისმიერი თვალსაზრისით. ეს უნდა განიცადოს ადამიანმა. წმინდა იოანე ოქროპირი ესეთ ქადაგებას გვთავაზობს, წარმოვიდგინოთო რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის წინაშე ვდგავართო, რომელსაც ყრმა მაცხოვარი უყრია ხელთ და ჩვენ მას ვევედრებით, გარინდებულები ვართ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის და მაცხოვრის წინაშე და წარმოვიდგინოთო რომ ჩვენ მოგვაწოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ყრმა მაცხოვარი და მოგცა ძალიან დიდი წყალობა და მადლი იმისა რომ ხელთ გვეპყრას ყრმა მაცხოვარი. რამდენადაც ეს დაუტევნელი და გამოუთქმელიაო, ასეთივე და ამაზე აღმატებულია არა მარტო ხელთ პყრობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მომადლებული ყრმა მაცხოვრის, არამედ ზიარება მისი სისხლისა და ხორცისა. და ეს უნდა იქნას გააზრებული, ამაში უნდა ვეხმარებოდით ჩვენც მაზიარებლებს, განსაკუთრებით, როდესაც პირველად ეზიარება ადამიანი. სამწუხაროდ ჩემ სამღვდელო პრაქტიკაშიც ყოფილა ესეთი შემთხვევა, როდესაც ვაზიარე ადამიანი და გავიდა და სიგარეტი მოწია. უბრალოდ ალბათ ვდელიც ვერ წარმოიდგენდა თუ ასეთი ასე ვთქვათ, სულიერი სიუხეშე შეიძლება ქონოდა ადამიანს და ამ დონეზე ვერ გაიაზრებდა იმ საღვთო მადლს. და სხვათა შორის იმ ადამიანის შემთხვევაში იყო ისე, რომ ახსარება თქვა ზიარების წინ და იყო მონანული და განიცდიდა ამას, მაგრამ ეს უფრო გაუაზრებელი და მექანიკური ჩვევა სამწუხაროდ, რომელიც რჯულზე უტკიცესია. და ამიტომ როდესაც ჩვენ სახლს ვაკურთხებთ, ვეკითხებით ხოლმე რომ ხომ არ ეწევიან სახლში და ასევე ალბათ რაღაც კითხვის სახით უნდა ვკითხოთ რომ როგორი ჩვევა აქვს თამბაქოსთან მიმართებაში და აქვს თუ არა გააზრებული რომ ზიარების შემდეგ არ უნდა მოწიოს სწრაფად. რაც შეეხება იმას რომ მთელი დღე არ მოწიოს, ამას ვერ შეძლებს თუ კი ასეა მიჩვეული, ამიტომ რაც შეიძლება ღვთის გულისათვის მან უნდა შეიკავოს თავი მაქსიმალურად წირვის შემდეგ და უფრო ხანგრძლივად თუ კი ამას შეძლებს. კეთილი, გავაგრძელოთ. მაყურებელია, მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხარ და ასეთ კითხვა. მამაო. ერთმა გაიხარეთ, იცოცხლეთ. მამაო, ასეთი შეკითხვა მაქვს. დიახ. სახარებაში წერია რომ გარდაცვალების შემდეგ ადამიანი შეიძლება მოხვდება ქრისტეს ან მარჯვნივ ან მარცხნივ. მაგრამ იქვე არა, საერთოდ სახარებაში ასევე ნახსენები არის აბრაამის წიაღი. მას შეიძლება თუ არა თქვათ რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ შეიძლება მოხვდეს ან მარჯვნივ ან მარცხნივ ან აბრაამის წიაღში. აი ესეთი კითხვა მაქვს. არანაირი შუალედური მდგომარეობა არ იგულისხმება, როდესაც სახარებაში არის აბრაამის წიაღი ნახსენები, თუნდაც დიდრისა და ლაზარეს იგავი და იქ ნახსენები აბრაამი, როდესაც ევედრება რომ მამა აბრაამი მივიდეს და აუწყოს მის ძმებს საღვთო ჭეშმარიტებასთან დაკავშირებით, ეს ყოველივე არის იგაური სახის მეტყველება და თუნდაც ამ იგავშიც ნახსენებია რომ გარდაიცვალა მდიდარი და აღიხილნა თვალნითვისნი ჯოჯოხეთშინა. არანაირი სხვა შუალედური მდგომარეობა არ იგულისხმება. რაც შეეხება ცათასასუფეველს, რა თქმა უნდა, ეს არის ნეტარი მდგომარეობა, ცხოვნებული მდგომარეობა და მეორე არის ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღვთის მიღმარჩება. და აბრაამის წიაღი უფრო უკავშირდება დასავლური ეკლესიის სწავლებას, ეს შუალედური რაღაც მესამე მდგომარეობა, რომელიც დამაბნეველი ადამიანისათვის და მართალია მთლად იმ ზღვარზე არ არის რომ სხვა რელიგიების მსგავსად გაკედნიერდეს და ასე ვთქვათ
სულიერ საშემოდგომოზე, ანუ რეინკარნაციაზე ისაუბროს, მაგრამ როდესაც ადამიანს რაღაცა შუალედურ მდგომარეობაზე ინფორმაცია ეძლევა, ეს მისი სულისთვის დამაზიანებელია. აი, თუნდაც სხვა არათუ მარადიულ სამყოფელს, არამედ სხვა პრაქტიკულ მაგალითს რომ შევეხოთ, ჩვენ რომ ეხლა პირველი სასწავლო დღის დასაწყისში უთხრათ სტუდენტებს ან მოსწავლეებს სკოლის, რომ თუ გინდა ისწავლი, თუ გინდა არ ისწავლი, ან კიდევ არის რაღაც მესამე საშუალო, ასე ვთქვათ, დონე, როდესაც არც უწიგნური იქნები, მაგრამ არც წიგნიერი. დაახლოებით ასეთივე ზიანის მომტანია იმ მესამე რაღაც მდგომარეობაზე საუბარი, როდესაც საუბარია სასუფეველზე და ასევე იმ მარადიულ სამყოფელზე, სადაც ღმერთ სამყოფობა არ იგულისხმება. კეთილი. რა სიმბოლური დატვირთვა და ახსნა აქვს პატრიარქის კვერთხზე გველების გამოსახულებას და შუაში ჯვარსო? გველი ყოველთვის იყო სიბრძნის სიმბოლო ქრისტიანობამდეც კი. ამიტომაც ეს სიბრძნის სიმბოლოა და ასევე აღმატებული და ასე ვთქვათ იერარქიული წყობა აი ამ ასე ვთქვათ კვერთხზე, რა თქმა უნდა ჯვარს აქვს და აღმატებულია. ესე იგი სიბრძნე და ასე ვთქვათ გონიერება უნდა ემორჩილებოდეს სულისმიერ მდგომარეობას და შეუძლებელია რწმენა და უმორჩილოთ სიბრძნეს. იმიტომ რომ რწმენა არის დაჯერება იმისა, რაც მეტაფიზიკურია, რაც ესე მეცნიერულად შეიძლება ნაკლებად იქნას დადასტურებული, ხოლო გონებითი ძიება და სიბრძნე და თუნდაც ფილოსოფიური მიმართება უფრო რაციონალურ აზროვნებას ეფუძნება, უფრო ხელშესახებია მისი არგუმენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც სულიერი მიმართება და სულიერი გააზრება, ეს სულიერი სიბრძნე ემორჩილება აღმატებულ სანურწმენას. კეთილი. ხო, გოგა გვწერს ჯერ, ესე იგი პილატეს ცოლმაო რა სიზმარი ნახა, თუ არის ამის შესახებ რაიმე ცნობაო? თავადვე სახარებაში წერია, რომ კარცი მართალიას და ფრიად ვევნეო მისთვისო. აი ამ სიზმარში ახლა ჩვენ ვერ დავაკონკრეტებთ იმას, თუ რა სიზმარი ნახა, მაგრამ სიზმრის უგულებელყოფა ცალსახად არ შეიძლება. ამის მაგალითები არის იაკობის სიზმარი, როდესაც იგი თავის ბიძასთან ლაბანთან მიდიოდა და მან იხილა ცად აღმავალი კიბე და კიბეზე აღმავალი ანგელოზები. იოსების სიზმრების განმარტება ეგვიპტეში, რომლითაც იგი ამაღლდა და ღვთისხელი გამოცხადდა მასზე და უამრავი სხვა ძველათქმისეული სიზმარი, იოსების სიზმარი, რომელიც ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან მიმართებაში გაჟღერდა, აღდეგდა, წარიყვანე, ყრმა აიეგე და დედა იმაგისი, არც არ არის ნახსენები, რომ შენი ცოლი და მისი შვილი, არამედ ყრმა აიეგე და დედა იმაგისი. და ასევე, როდესაც იგი აპირებდა დაბრუნებას, ჩვენებით ხილვა იხილა, რომ არქელაოსი მეფობდა ჰეროდის წილ და არ უნდა დაბრუნებულიყო. ანუ არის სიზმრები, რომელიც საღვთო ნების მაუწყებელია და რა თქმა უნდა პილატეს შეგონება ცოლის მხრიდან უკავშირდებოდა სულიერ გამოფხიზლდებას პილატეს მხრიდან, მაგრამ თავარი აქ არის ის, რომ ღვთისგან იყო ეს და პილატეს კიდევ ერთი გულისხმისყოფის საფუძველი მიეცა. ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ და არა ის კონკრეტულად რა სიზმარი იყო და რა დაესიზმრა. ესეც არის უმართებულო და მეორე ხარისხოვანი რა სიზმარი ნახა. თავარია რა ნაყოფი ქონდა ამ სიზმარს და რა აუწყამან პილატეს ნაზარეთიდან მოყვანილი უსამართლო მსჯავრის ქვეშ მყოფი მისთვის იუდეველი კაცის შესახებ. აი ეს არის განსაცვიფრებელი და საოცარი, როდესაც რომაელი დიდებული ქალბატონი ასე ვთქვათ ამხელა ყურადღებას აქცევს არა რომაელს და სასიკვდილო მსჯავრის ქვეშ მყოფ ასე ვთქვათ მისთვის ადამიანს. რამ დააფიქრა იგი და რამ ასე ვთქვათ მისცამას ამის ძალა რომ გარჯილიყო და მის
ნუ თუ როგორ ვფიქრობთ ჩვენ, როგორ ვფიქრობთ, რომ პილატეს რამდენი სამჟავროც ჰქონდა, ამდენი სიზმარი ესიზმრებოდა მის მეუღლეს და ასე გულთან ახლოს მიქონდა არაებრაელი ადამიანის მსჯავრი, ან პილატეს, ან მის მეუღლეს, რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ეს იყო განსაკუთრებული შემთხვევა ღმერთთან დაკავშირებული და ეს სიზმარი თავადვე იყო ღვთისგან, ამაზე მეტყველებს და ეს არის მთავარი და არა ის რა დაესიზმრა. მთავარია ნაყოფი სიზმრისა. კი ბატონო. კეთი გვწერს ესე იგი. სახარებიდან მოყავს ციტატა. იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან. მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს, რაბი, ვინც ცოდა ამან თუ ამისმა მშობლებმა, რომ ბრმა დაიბადა. მიუგო იესომ არც ამასო და არც ამის მშობლებმა, არამედ რათა გაცხადდეს უფლის საქმენი მასში. ესე იგი, კითხვის შინაარსი ასეთია, ესე იგი, იოანეს სახარებით წინაპართა ცოდვა არ გადადის შთამომავლობაზე. აზრი მუსირებს, რომ წინაპართა ცოდვა გადადის შთამომავლობაზე. თქვენ როგორ აგვიხსნით ამ მოსაზრებას? ცოდვა გადადის თუ არ გადადის? ძალიან კარგი კითხვა. ყრმა ნახა ქრისტემ, რომელიც იყო ბრმა და ძველი აღთქმის საფუძველობიდან გამომდინარე ბუნებრივია მოციქულები ეკითხებიან იმას, რომ აი ეს ფიზიკური ნაკვლევანება არის გამოძახილი ცოდვის მიერებისა და რადგან მას შესაბამისი ასაკი არ ქონდა, რომ ისე ვერ შეცოდავდა, რომ მას სიბრმავე მოჰგუროდა ღვთისგან, ლოგიკურია ჩდება კითხვა, რომ ვინ შეიძლება შეეცოდა ამ ასაკში ყრმას ისე რომ სიბრმავით დაჟილიყო თუ მისმა მშობლებმა შესწოდეს. ეს ძალიან ლოგიკურია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საქმე მოციქულთაში ელხვამელი მოგვიც ვიდრე ჟამადმდე, ანუ გარკვეული პერიოდი სიბრმავით ისჯება. სიბრმავე და მსგავსი მდგომარეობა არის, ასე ვთქვათ, გამომაფხიზლებელი მდევნელი სავლესი და უამრავი სხვა მაგალითი ბალაკის და ბალაამის შემთხვევაშიც თუ სხვა შემთხვევაში სიბრმავეს უკავშირდება, რომელიც განსაკუთრებული განსაცდელი იყო და ადამიანს აფიქრებდა, ისე როგორც ჩვენ ისტორიაში მირიან მეფის შემთხვევაში. ამიტომ ეს კითხვა ლოგიკურია, აი ამ ძველ აღთქმისეულ მსოფლმხედველობაში და კონტექსტში აბსოლუტურად გამართლებული ამ კითხვის გაჟღერება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტეს პასუხი, რომ არც მან სწოდა და არც მისმა მშობლებმა, არამედ ყოველივე ეს აღესრულა, რაით აიდიდოს ღმერთი, რაც ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პერიოდი მას მიემადლა აი ეს უძლურება და რა იყო ამ უძლურების განკურნების საფუძველი. ძალიან ბევრჯერ არის ნახსენები სახარებაში იხილა იგი იესო და შეეწყალა. ანუ თანა განცდა და თანალმობა იმ ადამიანისა, გნებავთ ქვრივისა, რომელსაც ჯერ ქმარი გარდაეცვალა და მერე მხოლოდ ჩობილიძე, იაიროსის ასული, რომელიც საერთოდ რომაელი იყო და ასის თავი იყო, მაგრამ მაინც განკურნა მისი ასული და სხვა მრავალი. აი ეს თანა განცდა იყო საფუძველი მათი კურნებისა და აი ამის კვალობაზე მრავალი ადამიანი ადიდებდა ღმერთს. იმიტომ რომ ხედავდნენ თუ როგორ შეიძლება ყოფილიყო გინდა გნებავთ ყრმა, გნებავთ დასრული ადამიანი განკურნებული ქრისტეს მიერ და დასრული შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ პასუხისმგებლობას თავს არიდებს მშობლები და ამბობს რომ მაგას հասაკი აქვს, ანუ სრულწლოვანია და ეგე იტყოდეს თავისათვის ისა და ამას ამბობენ იმის გამო რომ კრებულისაგან არ განასხან, ანუ სინაგოგისაგან და შესაკრებლის მიღმა არ დატოვოს სინედრიონმა ისინი. მაგრამ ყველა შემთხვევაში, ყველა კურნების დროს უფალი დიდებოდა და სწორედ აი ამის გამო პასუხობს ქრისტე, რომ უფლის სადიდებლად დაეშვა. მასზე გარკვეული პერიოდი უსინათლობა და კურნების კვალობაზე აღსრულდა დიდება ღვთისა. კეთილი. თუ შეიძლება გვესაუბრეთ რა აზრი დევს მაცხოვრის სიტყვებში. თუ კი ნება იქნება შენი ამარიდე ესასმისი, როდესაც მიმართავს მამას და ასევე როდესაც მიმართავს ჯვარზე სიტყვებით რატომ მიმატოვე? რაისათვის? ღმერთო ჩემო, რაისათვის დამიტევე მე ელოი ელოი ლამა საბაქტანი და იქ მყოფ ადამიანებს ჯვარცმის დროს მეაჩნიათ რომ ელიას ეძახის. რაც შეეხება ამ სიტყვებს, რატომ ამბობს ქრისტე, ანტიოქიური სკოლის განმარტებით, მათ შორის იოანე ოქროპირიც ამ აზრს იზიარებს, ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ანტიოქიური ეგზეგეტური სკოლისა იოანე ოქროპირი, ამბობს, რომ კაცობრიად მიმართავს ღმერთს და თუმცა აი ამ მიჯნას კაცობრიუსა და საღვთო ბუნებასთან მიმართებაში
ძალიან დიდი სიფრთხილე ჭირდება დოგმატური თვალსაზრისით, რომ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ ჩვენ, როდესაც ამას მიჯნევთ, მაგრამ რადგან იოანე ოქროპირი განმარტავს ამას, ჩვენ გვეძლევა კადნიერება, რომ ეს გავიმეოროთ და ვეცადოთ ისე წარმოვაჩინოთ, როგორც იგი განმარტავს. ამიტომ ღვთისაგან მიტოვებულობის განცდა ადამიანისათვის დამახასიათებელია, ღმერთო ჩემო, რა ისათვის დამიტევე მე, არის რიგი შემთხვევები, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. აი მაგალითად, მამაი უფრო ის ჩემსა არს. ქრისტე ამბობს ამ სიტყვებს და როდესაც მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მან ეს არ უწყის და სხვა მრავალი ადგილი, ერთადერთი რითაც ეს განიმარტება, ეს არის კაცობრივი ბუნება, ასე ვთქვა, წარმოჩენილი ის მხრიდან და რომ იგი საღვთო ბუნებით არ შეწევია ადამიანურ ბუნებას და არანაირი, ასე ვთქვა, სიმსუბუქე და შეღავათი არც მოღვაწეობის დროს და მით უმეტეს მოღვაწეობის დაგვირგვინებისას ჯვარცმის დროს მას არ ქონია. მან როგორც ადამიანმა, როგორც კიდევ ერთხელ გავიმეორებ მოციქულის სიტყვებს, ყრმათაცა ეზიარა ხორცითა და ღმერთი გამოჩნდა ხორცითა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, აი ამ ხორცით იტვირთა ყოველივე. შიმშილი, უძლურება, ბაგასაშინა, მიწვენა, ფერხბანა მოციქულებისა, ჯვრის ტვირთვა, ჯვარცმა, საფლავად დადება და ყოველივე ის, რაც მის მოღვაწეობას უკავშირდება. კეთილი. როგორ მოვითმინოთ უსამართლო ხალხი, ნარკომანები, მოჩხუბრები და ასე შემდეგ, როგორ ვიცხოვროთ მშვიდად და სწორად? რაც შეეხება აი ამ მოთმინებას, ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს ქრისტიანებს, სასულიერო პირებს უფრო მეტად კიდე. და რაც შეეხება აი ამ კითხვას, ალბათ ესენი უფრო მეზობლები არიან, ესეთი ადამიანები და უნდა ვილოცოთ მათთვის, როდესაც ესეთი მეზობლები ყავს პირველ რიგში, პირველი რაც ქრისტიანმა უნდა გააკეთოს, უნდა ილოცოს მათთვის. ლოცვა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი, ასე ვთქვათ, მოექცევიან, მონანულები გახდებიან და აუცილებლად ასე მოხდება. თუმცა არც ეს არ იგულისხმება, რომ უარყოთ და არ გქონდეს ამის იმედი, ვლოცულობთ იმის გამო, რომ ისინი კარგად იყვნენ და პირველ რიგში სულიერი თვალი აეხილოთ და არ იყვნენ ტვირთი და სიმძიმე მათი ოჯახისთვის, მეზობლებისთვის და სხვა ახლობელი ადამიანებისათვის. ასევე წმინდა იოანე ოქროპირი კიდევ ერთ არასტანდარტულ გადაგებას გვთავაზობ ჩვენ ამასთან დაკავშირებით ჩვენი გონებისათვის მოუხელთებელს და იგი ამბობს, რომ თუ ჩვენ გვსურს, რომ ყავდეს კარგი მეზობლები და რომ ჩვენი მეზობელი იყოს წმინდა გიორგი, წმინდა ნინო და წმინდა ბარბარე და სხვა მრავალი წმინდანი, წმინდა ნიკოლოზი თუ სხვანი, ჩვენ უნდა ვცხონდეთ და ყველაფერი ეს წარმავალია, რაც უფრო სულიერი ადამიანი აბობოქრება დემონური ძალის მიერ, ახლობელი ადამიანებისგან, მეზობლებისგან, ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან, მით უფრო იჩენს თავს. ამას პავლე მოციქული ამბობს, როდესაც მის ღვაწლს ახსენებს, რომ მან იტვირთა ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართაგან, ჭირნი გზისასვლისაგან და რომ სამგზის ნავი დაენთქა და ყველაზე გასაკვირი კი არის ის, რომ იგი ახსენებს ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი ძმათა მტყუართაგან. ძმათა მტყუარში, როგორც სამოციქულოს განმარტებაში ჩვენ ვკითხულობთ, იგულისხმება, ასე ვთქვათ, სამწყსო, სულიერი შვილები, რომელიც ვითომ ახსარებით ძალიან დიდ დროს და ენერგიას ართმევს მოძღვარს, ვითომ სულიერი მონდომებით და ასე ვთქვათ, ინტერესით, იმით რომ რაღაც, როგორც ძველ ქართულად წერია, ჟამერთ გამოფხიზლდება და გააქტიურდება და მერე მიეცემა ისევ სულიერ თუ ლეთარგიულ ძილს და დაიკარგება, მერე ისევ გააქტიურდება, ისევ ახალ იმედებს და პირობებს გააჟღერებს, მაგრამ ისევ იგივენაირად დასრულდება ყოველივე. ყოველი ესეთი ადამიანი, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, არის ქრისტე მტყუარი. ძმათა მტყუართაგან, ანუ რეალურად ატყუებს მოძღვარს და ღვთის წინაშე ცრუობს. და ეს არის ერთ-ერთი ძალიან დიდი სამღვდელო ღვაწლი. და ასევე ნათესავთაგან, როგორც უკვე ვთქვით, ნათესავთა წრე კიდე ჩვენ ვიცით, რომ
ძალიან კონკრეტული და ვიწროა და მათგანაც კი ქონდა პავლე მოციქულს ჭირი, ანუ განსაცდელი. აქ იგულისხმება ის, რომ ასე ვთქვათ, პავლე ტარსელი იყო და ტარსუში იდევნებოდა და უშუალოდ მისი თანამოძმენი და თანამოქალაქენი, ასე ვთქვათ, დევნელი და შემავეწროებელნი იყვნენ მისი და ამიტომ არის ერთ-ერთი განმარტებით ნახსენები ნათესავები, მაგრამ ასევე სხვა განმარტებაში არა მარტო თანამოქალაქეები, არამედ უფრო ახლოწრე იგულისხმება და კიდევ არის ერთი მნიშვნელოვანი განმარტება, მომეცამე საწერტელი ხორცთაი ანგელო სატანა რაითა არა აღვიმაღლო და დაქენჯნოს ჩემი ხორცი. პავლე მოციქული ამბობს და აქ არის ორი განმარტება. ერთ განმარტებაში არის ის, რომ პავლე მოციქულს ჰქონდა ხორციელი უძლურება, ყველას განკურნავდა, მაგრამ თავადვე საკუთარი თავი დარჩა, ასე ვთქვათ, განუკურნებელი მას. ეს არის გავრცელებული განმარტება ყველასათვის ცნობილი, მაგრამ მეორე განმარტებაში წერია, რომ მომეცამე საწერტელი ხორცთაი რაით არა აღვიმაღლო, არის კონკრეტული პიროვნება, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე ავიწროვებდა პავლე მოციქულს და რომელიც მან იტვირთა და დაითმინა. ამიტომაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ ნუ აქ უფრო სამწყსო ცხოვრებაზეა საუბარი, ანუ სამრევლო ცხოვრებაზე, უკვე თუ რომელიმე დაეპყრას რომელსამე ბრალსა, თქვენ სულიერ ამაგად იტვირთეთ და ესეთ აღასრულეთ ჯული იგი ქრისტესი. ანუ სულ მოგვიწოდებს პავლე მოციქული მოთმინებისკენ, დათმობისკენ, თანამედროვენი თუ იტყვით თმენის ვალდებულებისკენ. კეთილი მამო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესეთი კითხვა არის, ესე იგი, კურთხეული ხელის წყობის სიმბოლური დატვირთვა, აი მაკურთხეველი, ხო, ხელი რო ლოცავს. მაკურთხეველი მარჯვენა, შეიძლება ჩვენ ასე ვთქვათ, მსგავსი ჟესტიკულაცია შეგხვდეს ბუდისტურ ბარელიეფებზეც, ბუდას ასე ვთქვათ, მარჯვენა თუ მარცხენა ხელით შეიძლება ასეთივე მოძრაობით გამოისახებოდეს. შეიძლება ეგვიპტურ მხატვრობაში შეგხვდეს, ანუ ქრისტიანობამდე არსებულ კულტურაში და ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე ისესხა ქრისტიანობამ სიმბოლური თვალსაზრისით მათგან. უნდა ვიცოდეთ ისტორიული კონტექსტი. როდესაც ჩვენ სკოლაში გვსურდა ჩვენი ცოდნის წარმოჩენა, ჩვენ ვიწევდით ხელს, ხო? ასეთივე, ასე ვთქვათ, ჟესტიკულაცია საზოგადოებაში არსებული, აი ეს მაკურთხევალ მარჯვენასაც ჩვენ ვეძახით, იყო დაკავშირებული იმ პიროვნებასთან, რომელიც სწავლებას წარმოთქვამდა. ბუდა, რომელიც სწავლებას წარმოთქვამდა, უკავშირდებოდა სიმბოლურად იმას, რომ სწავლების გამჟღერებელი იყო. იქნებოდა რომელიმე ფარაონი თუ სხვა, ასე ვთქვათ, წარჩინებული ეგვიპტელი პირველი პირი და ის წარმოთქვამდა, ასე ვთქვათ, სწავლებას, ისიც ამგვარად გამოისახებოდა. ქრისტე როდესაც გამოისახება იკონოგრაფიულად მაკურთხეველი მარჯვენი და სახარებით, ნიშნავს იმას, რომ ასე ვთქვათ, ზრდასრულობის პერიოდში ქრისტემ იქადაგა სახარება და დაიწყო სწავლების გაჟღერება და სწავლების გაჟღერების წინ მანაც ცისაყოველთაოდ გავრცელებული ჟესტიკულაცია, ანუ მაკურთხეველი მარჯვენა გამოიყენა, რაც ნიშნავდა იმას, რომ მე ვიწყებ სწავლებას და სწავლების გაჟღერებას და რაც შეეხება სწავლებას, ქრისტე პირველი მასწავლებელი იყო, რომელმაც დაიმოწაფა, ასე ვთქვათ, მოწაფეთა შორის ქალებიც და არ განასხვავა მოსწავლეების სქესით. კეთილი მამაო, გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. შრომის უნარიანობა როგორ უნდა გაზარდოს ქრისტიანმა ადამიანმა უძველებურად ვეღარ ვშრომობო, როგორც ადრეო და ძალიან განვიცდიო. ალბათ შესაბამისი ასაკიდან გამომდინარე ვეღარ ახერხებს ადამიანი და ადამიანმა არ უნდა ტანჯოს საკუთარი თავი, როგორც შეუძლია ისე უნდა მოიქცეს. და არ უნდა დაიზიანოს ჯანმრთელობა, უნდა გაიაზროს მისი, ასე ვთქვათ, ანატომიური მხარე, მისი წლებიც მათ შორის და ამის გათვალისწინებით შეიძლება ჩვენ ვერ ვეგუებით რაღაცას ჟამთა სვლიდან გამომდინარე, მეც რაც ადრე შემეძლო, შეიძლება ახლა ვეღარ გავაკეთო ის, მაგრამ
ესეც უნდა გავიაზროთ. ჩვენ წმინდა ეფრემ ასურს კლარჯულ მრავალთავში აქვს ესეთი ქადაგება, რომელიც უკავშირდება ნაოჭებს და ჭაღარებს. და ამბობს, რომ ეს არის ღვთის წყალობა, ღვთისგან მომადლებული, რომელიც ჩვენ ხრწნადობას პირველ რიგში და შემდეგ მოკვდავობას გვახსენებს. და ეს ჩვენი თმის ცვენა, თუ ძალის მოკლება, თუ თანაოჭება, თუ ასე შემდეგ, ამაზე მეტყველებს ეს, ასე ვთქვათ, უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ცოდვისმიერი შედეგი, ისევე როგორც ძალის მოკლება და საბოლოო ჯამში გარდაცვალება. კი ბატონო. ესეთი კითხვა არის, მარინა გვწერს, როგორ მივხვდე, რომ ხიბლში არ ვარო? თუ კი მორჩილება აქვს და მოძღვრის სიტყვას ისმენს და ურჩი არა, ესე იგი ხიბლში არაა. ადამიანი, რომელიც მოძღვრის სიტყვას არ ისმენს, ურჩია და თავდაჯერებულია ცუდი გაგებით, ისე რომ თulis რომ მისი გამოცდილება მოძღვრის და ზოგადად მოძღვრების გამოცდილებასაც აღემატება, ეს არის ხიბლი. ეს რაც ადამიანთან ურთიერთობაში ვლინდება, მაგრამ ასევე ხიბლის ძალიან ბევრი მრავალფეროვნება არსებობს, შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ლოცვით განცდას, ემოციურ ლოცვას, მანძლის განცდის თვალსაზრისით რაღაც ცრუ შეგრძნებას, ამაო თუნდაც სინანულის ცრემლებს და სხვას. ყოველივე ეს უნდა ნივთდებოდეს ნაყოფით. თუ ამას ნაყოფად არ აქვს სიმდაბლე, თავის დამდაბლება, მორჩილება და ცოდვილთა შორის პირველი მე ვარ, რასაც პავლე მოციქული ამბობს, ესეთი და მსგავსი განცდა და ვიღაცაზე აღმატებული მგონია საკუთარი თავი და უკადნიერდები, რა თქმა უნდა, ეს ხიბლია. კი ბატონო. გავაგრძელოთ ჩვენი კითხვები. ესე იგი, ესეთი კითხვა არის, როგორ ვებრძოლო გონება გაფანტულობას და დაუდევრობას? ეს სხვადასხვა რამაა, დაუდევრობა სხვა რამაა და გონება გაფანტულობა სხვა რამაა. გონება გაფანტულობა ლოცვასთან დაკავშირებითაა თუ დაუდევრობას რომ სდევს ის გონება გაფანტულობა რაღაცები რო ავიწყდება ადამიანს. ესაა მნიშვნელოვანი. ლოცვას რაც შეეხება, ჩვენ არ უნდა ვეცადოთ რომ მონასტრული, ასე ვთქვათ, კანონი დავადოთ ჩვენ გონებას და ვეცადოთ რომ გონება გამბნევის განეშე ვილოცოთ. რა თქმა უნდა, გონება გამბნევით ლოცვა კარგი არაა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი რაღაც მონასტრულ გონების მყუდროებას თხოვს საკუთარ თავს, მაშინ როდესაც საათობით ვართ საცობებში, გვაქვს რაღაც ეს ქალაქის თუ ნებისმიერი საცხოვრებელი ადგილის აუცილებლობა, ორომტრიალი და ასე შემდეგ. ჩვენ ერში ვართ და ისეთი მყუდრო და დაყუდებული გონება არ გვექნება, როგორც მონასტრებში აქვთ მონაზვნებს. ეს ერთი. და რაც შეეხება დაუდევრობას და გონება გაფანტულობას, თუ საქმის თვალსაზრისით არის ეს, უნდა ეცადოს რომ ადამიანმა გამოიმუშაოს შესაბამისი უნარჩვევები და უპირველეს ყოვლისა ამას ეხმარება დისციპლინა. როდესაც დისციპლინირებულია ადამიანი იცის, როდის დაიძინებს, როდის გაიღვიძებს, როდის ადგება, ანუ რაღაც ერთგვარი საკუთარი საერო ტიპიკონი ექნება და ამ ტიპიკონს შედგენაც კი არ ჭირდება და მოფიქრებაც არ ჭირდება, თუ საკუთარ ვალდებულებებს არ გაექცევა. კარგი მეუღლე იქნება, კარგი მამა იქნება, კარგი ქმარი იქნება, კარგი თანამშრომელი იქნება და კარგი მოქალაქე. ეს არის ჩვენი საერო ტიპიკონი და ეს განაპირობებს იმ ჩვევებს და იმ უნარებს, რომელიც მას იმ პრობლემას არიდებს, რაც მან ახსენა. კი ბატონო. როდესაც ადამიანი სტუმრობს ხოლმე, მიხარიაო, მაგრამ თელ დღეს რომ დაყობს შემოთანო, ყველაფერს ვცდები და გულშიო განკითხვა და ასე ვთქვათ, ბრაზი შემომდისო და თავის არიდებას ვცდილობო და როგორ მოვიქცეო? და რამდენი სწორი არის ეს მიდგომა? ზოგადად ჩვენში აი ეს სუფრასთან მიმართებით ხანგრძლივობა ეს სენი არის გავრცელებული ქართველთა შორის და ჩვენ რომ რაღაც ვაგრძნობინოთ ადამიანს, იფიქრებს რომ სტუმართ მოყარე არ ვართ. ამიტომ სტუმართ მოყარეობა ჯობია, იმიტომ რომ სტუმართ მოყარეობით აბრაამი და სარა უფლის ანგელოზების სტუმრობის ღირსი გახდა. ამიტომ
ჩავთვალოთ ღვთისმსახურებად ეს დრო და შეიძლება ჩვენ რაღაც დროს მოვაკლდეთ ჩვენ ძალიან ბევრ დროს ვაკლდებით როდესაც სასულიერო პირები რაღაც დროს გამოვყოფთ ხოლმე როდესაც სახლის კურთხევის შემდეგ ძალიან გთხოვენ და ვრჩებით ან ქელეხშიც გთხოვენ რომ მივიდეთ დაუშვათ ეს ღვთისმსახურების დროსაც შეიძლება მოვაკლდეს ან ენერგია მოვაკლდეს ღვთისმსახურებისთვის მრევლის ადამიანს უბრალოდ სასულიერო პირს იმიტომ რომ ძალიან თხოვ მრევლის წევრმა მაგრამ ესეც ღვთისმსახურება იმით ნანუგეშები რჩება ადამიანი და ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რომ ამით მოყვას ვემსახურებით და იმ ადამიანს პატივს სცემ და ჩვენთან ისვენებს ის ადამიანი თუ კეთილგონივრულად წარემართება ეს მასპინძლობა რა თქმა უნდა და თუ ადამიანი ბოროტად იყენებს და კადნიერია და ცოდვის მიერებაც ახლავს ამასთან რა თქმა უნდა ამისგან თავი უნდა შევიკავოთ და თუ კითხავს თავშეკავების მიზეზს გამბედაოდაც უნდა უთხრათ რომ ამის და ამის გამო ვიკავებთ თავს რა რეალური მიზეზიც იქნება რომ ამაზე თვითონაც დაფიქრდეს უჩაქვს წერს თავისუფალი ნება ადამიანს ყოველთვის ხომ არ აქვს თუნდაც ამ ქვეყანაზე შემოყვანის დროს რამდენ გამწარებულ ადამიანს უთქვამს ჩემი დაბადების დღე დაიწვასო ნეტა არც დაობადებულიყავი ამ შემთხვევაში რა ხდება ვერ ვიგებ ღმერთი ხომ ჭრეთს ის ადამიანი რომ ვერ უძლებს განსასწრებს ჩვენ რომ ვიცოდეთ ჩვენი შვილი რომ დაიღუპება მას ხომ არ გავიმეტებდით ასეთი ცხოვრებისთვის არც შემოვიყვანდით ამ ქვეყანაზე ცოტა ვერ ვიგებო და ვერც გაიგებს ადამიანი ამას ლოგიკური წიაღსვლებით კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ამ ქვეყნიური თვალსაზრისით თუ შევხედავთ ყველაფერი გაუგებარი დარჩე შეიძლება რატომ შეიძლება გარდაიცვალოს ყრმა მაშინ როდესაც იგი ყოფიერებაში შემოვიდა და ხომ შეიძლება არ შემოსულიყო მაგრამ როგორც ჩვენ ვახსენეთ ესაია წინასწარმეტყველის მაგალითზე რომ სხვა არის მისი ამ ქვეყნიური ცხოვრება ტანჯვა უსამართლო მასზე მოწევნული ტკივილი და მოწამეობა და სხვა არის სულიერი თვალსაზრისით მთლიანობაში მისი დანახვა მარადისობის პერსპექტივიდან ასევეა ყოველა შემთხვევაში და რაღაცას ჩვენ ვგებულობთ და რაღაცას ვერ ვგებულობთ ამიტომ თუკი ჩვენ გონებას ასეთი განსაცდელის ქვეშ დავაყენებთ რომ ამაზე ფიქრს ვაიძულებთ და ამაზე პასუხის გაგებას ვერც ის ადამიანი გაიგებს ამაზე პასუხს და ვერც ერთი სასულიერო პირი ვერ უპასუხებს ამაზე ვინც გულწრფელად უპასუხებს იმიტომ რომ არის რაღაც საღვთო განგებულება და საიდუმლოება რომელიც ჩვენთვის დროებით თუ გარკვეული ხნით დაფარულია და მით უმეტეს აქ ხორცში მყოფები ამას ესე ზედმიწევნითად ვერ გავიგებთ და არ გვაქვს უნარი დამტევნელობისა ზოგადად და ამის გამო ვერ გულისხმავთ ძალიან ბევრ რამეს, ანუ ვერ ვგებულობ ძალიან ბევრ რამეს. თუმცა კითხვები არსებობს. კი ბატონო, მაყურებელია მოვისმინოთ კითხვა. გისმენთ ეთერში ხართ? მოგესალმებით. საღამოში. გამლოცეთ მამაო. მერტმა დაგლოცეთ, იცოცხლეთ. გაიხარეთ, მადლობა. მე ერთი კითხვა მიჩნდება მამაო. როდესაც 64-ში იყო ადამი და ევა იქ უფალმა რატო დაუშვა ბოროტის სული რომ ეცდუნებინა ადამი და ევა ანუ რატომ არ დაიცვა უფალმა ისინი რომ 64 ხო იყო ასე როგორ შეახტია ბოროტმა სულმა მადლობა კითხვისთვის როდესაც თვითუფლებრივობაზეა საუბარი ანუ იმაზე რომ სრული უფლების მქონეა ადამი და სრული უფლების მქონეა ევა რა თქმა უნდა მათი ნებელობის გაუკუღმართებაც იგულისხმება ამაში, იმიტომ რომ როდესაც თვითუფლებრივი ვარ, მე ისე მოვიქცევი როგორც მინდა. რაც შეეხება 64-ს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს იყო ედემი, რომელიც მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან ედენ და რაც ნიშნავს ნეტარ სამყოფელს. ანუ ის მოცემულობა, რომელიც ედემში იყო, უშრომელად მიემატლა ამ შემთხვევაში ქნილების გვირგვინს, ადამსა და ევას, მაგრამ მათ შეეძლო თავისუფალი ნებით ამ ნეტარ სამყოფელის ასე ვთქვათ დატოვებაც კი და აი ამის ასე ვთქვათ განივთების უფლება და საშუალებაც უნდა ქონოდათ რაც შეეხება
ეშმაკს, რომელიც გველის სახით არის ამატყველებული ედემში, ის უკვე დაცემულია და რა თქმა უნდა, რადგან ღმერთს, ასე ვთქვათ, პირდაპირ მნიშვნელობით ვერ აღუდგება წინ, ცდილობს რომ დააზიანოს ქმნილების გვირგვინი, ღვთის ხატად შექმნილი ადამი. აი ამის გამო ხდება ყველაფერი ის, რაც მოხდა და რაც ცოდვის მიერ გამოვლინებას და პირველ შესაძლებას უკავშირდება. ამიტომ ის რომ უკიდეგანო თავისუფლება მიემადლა თუნდაც დაცემამდე მთავარანგელოს და ლუციფერს, ანუ ნათლის ანგელოს და უკიდურესი თავისუფლება მიემადლა ადამიანსა და ევას, რომლითაც გამოხატავდა ღმერთთან მყოფობას ან მასთან არ მყოფობას, ეს, რა თქმა უნდა, ასევე საღვთო ღირსებაა და ამის გარეშე ადამიანი თავისუფალი ვერ იქნებოდა. კეთილი, ესეთ კითხვა არის, ესე იგი, ადამიანი არისო მოუნათლავიო და როდესაც მოინათლებაო, მან ძველი ცოდვები მაინც უნდა თქვასო აღსარებაშიო ნათლობის მერე? ზოგადად კათეკმეველთა ინსტიტუტი გულისხმობდა ცოდვათა აღიარებასაც. ასევე თეოლოგიური სწავლება უნდა მიეწოდოს ეკლესიის მიერ, იქნება ეს დიაკონი, მღვდელი თუ რომელიმე მერჯული, ანუ რჯულში განსწავლული ადამიანი, თანამედროვენი თუ იტყვით თეოლოგი, ანუ რაიმე ფორმით მას სწავლებაც უნდა მიემადლოს, უნდა იცოდეს ქრისტიანული სწავლება, გააზრებული უნდა კონდეს, უნდა დაამოწმოს და წამდეს ის, რაც სწავლებაც ეკლესიაშია დაუნჯებული და ბუნებრივია ამ პროცესში კათეკმეველთა, ასე ვთქვათ, კათეკმეველად დადგენის პერიოდში ცოდვათა აღიარება, ძველი კაცის განძარცვა და ახლის შემოსვა გულისხმობს აღსარების თქმასაც. კი ბატონო. სულ რამდენიმე წუთი გრჩება და შეიძლება ერთი კითხვაც მოვასწროთ. ესეთი კითხვა არის 1980 წელს გამოცემული სტოკჰოლმის სახარებით ხელმძღვანელობა თუ შეიძლებაო? თუ შეიძლება ხელმძღვანელობა. სტოკჰოლმის სახარებაში არის ტერმინოლოგიური უზოსტობები, რომელიც დოგმატურ ცდომილებამდე შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მიმყვანებელი. აი მაგალითად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან დაკავშირებით არ ეწეროს ქალწული და ეწეროს ქალი. ამიტომ თუ სტოკჰოლმს გამოვიყენებთ როგორც ახალ აღთქმისეული ტექსტის ახალ ქართულ ლექსიკონს, ანუ ვკითხულობთ საწმინდელის თარგმანს და პარალელურად ვეცნობი სტოკჰოლმის თარგმანს, რომ კონტექსტუალურად გავიაზრო ახალ აღთქმისეული სწავლება ახალ ქართულად, ამ თვალსაზრისით გამოიყენება. თუ მხოლოდ მისი ხელმძღვანელობდა არ ვიცი სწორი სწავლება, მით უმეტეს დოგმატური და სახარებისეული, რა თქმა უნდა დამაზიანებს. და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ რთულია ძველქართული თარგმანი, ძალიან ღრმაა და ერთ სიტყვაში ძალიან ბევრი რამაა გადმოცემული, მაშინ როდესაც სტოკჰოლმს ჭირდება 2-3 წინადადების წარმოთქმა და კიდევ ვერ გადმოსცემს სრულყოფილად. ამიტომ მხოლოდ მისით საზრდოობა სულიერ ცხოვრებაში არ იქნება სწორი, მაგრამ გამოყენება შეიძლება შემეცნებითი თვალსაზრისითაც. მოდი ერთ კითხვასაც დავსვავ. ნატა გვწერს, შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ქრისტე 12 წლის ასაკში ინდოეთში წავიდაო? ეს ყოველივე ის რომ ქრისტე 12 წლის ასაკში მოგზაურობდა სადმე, თუნდაც ინდოეთში, რომ პირდაპირ აღდგომის შემდეგ შეიძლება დაქორწინებულიყო, ან მსგავსი აპოკრიფსაც კი ვერ ვიტყვით, რაღაცა კაცობრივი ნააზრევი, როდესაც სურთ რომ საღვთო მოღვაწეობითი ასპარეზი happy end-ით დაასრულონ, ყოველივე ეს არის ადამიანური აზრი, ნააზრევი და ყველაზე კარგ შემთხვევაში გამოუცდელობა და რაღაც გულუბრყვილობა. სხვა შემთხვევა, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ ყრმა იგი აღორძინდებოდა და წარემატებოდა ნახსენებია სახარებაში და არანაირი გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიმოხილვა თუ რომელიმე სიბრძნეზე დამოწაფება ქრისტეს არ ესაჭიროებოდა, პირიქით ქრისტე თავისი ასაკის შესაბამისად წარმოაჩენდა ცოდნათა და სიბრძნეს, რომ არ ყოფილიყო უცხო და რომ არ ყოფილიყო რაღაცა თვალშისაცემი მისი, ასე ვთქვათ, სიღრმე მის მიერ ნაუწყები. ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ტაძარში ეძებდა მას და უბრალოდ ტაძარში იპოვეს დღესასწაულის დღეებში ყოლაწმინდა ღვთისმშობელმა და მართალმა იოსებმა
ისმენდა და სიტყვებს უგებდა ძველი აღთქმის მღვდელმთავრებს და მოხუცებულებს სინაგოგაში და უკვირდათ მისი სიტყვა მიგება. მაშინ როდესაც არაფერი განსაკუთრებული და დაფარულთმცოდნეობა მას არ წარმოუთქვამს და არანაირი რაღაც სიბრძნის მეტყველების ლოგიკური წიაღსვლა არ გაჟღერებულა მისგან. და რაც შეეხება აი ეს ეზოთერული სწავლება, დაფარულისმცოდნეობა, განდობილთა წრეები თუ რაღაც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული სიბრძნე ყოველთვის უნდა ვიცოდეთ რომ ეს არის უადგილო, იმიტომ რომ ქრისტეს ამის საჭიროება არ ქონია, ეს შეიძლება დაჭირებოდა რომელიმე ადამიანს, ფილოსოფიური წყურვილის მქონეს ან რომელიმე სკოლას დამოწაფებულს, მაგრამ თუ ვიაზრებთ რომ ქრისტე არის ღმერთი, რომელიც საღვთო ასე ვთქვათ, მოქმედებიდან გამომდინარე დროდადრო წარმოაჩენდა მის სწავლებას, რა თქმა უნდა, არანაირი სიბრძნე და სიბრძნეზე დამოწაფება ქრისტესთან არ უნდა ვიგულისხმოთ. კეთილი მამაო, დიდი მადლობა სამწუხაროდ ამოიწურა ჩვენი დრო. ძვირფას მაყურებლებს შევახსენებ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლდათ საირმის წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი იაკობ მუჯირი, გადაცემას უძღვებოდა ლურჯი მონასტრის მღვდელმსახური გურამ გალუბლიშვილი. დღევანდელი გადაცემის გამეორებით ნახვა შეგიძლიათ პარასკევს 13 საათსა და 30 წუთზე და სამშაბათს 10 საათსა და 30 წუთზე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით საღამოს 8-ის ნახევარზე. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.